გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით სოლიდარობის სტუდიიდან. დღეს გვექნება გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც გაუძღვებით მე თენგო ომანიძე, მერაბ ჭიქაშვილი და ცოტნე მარღია. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მადლობა რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რა თქმა უნდა, ჩვენს სოციალურ ქსელებში და ასევე რა თქმა უნდა, მადლობა ტელევიზიებს, თავისუფალ არხს და სამეფოს. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ საშუალება გვეძლევა ჩვენი გადაცემებით მივიღოთ მონაწილეობა იმ ხალხთან ერთად, საზოგადოების იმ დიდ ნაწილთან ერთად, ვინც ასევე ტელევიზიით გვაკვირდება, სწორედ ამ ორი ტელეარხის საშუალებით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ტელევიზიის მესვეურებს, რომ ჩვენ გვაქვს ამის საშუალება. რაც შეეხება ჩვენ სოციალურ ქსელში, YouTube გვერდზე და ჩვენს Facebook გვერდზე მაყურებლებს, კიდევ ერთხელ გვინდა რომ მადლობა უთხრათ და კიდევ ერთხელ მადლობა არა მხოლოდ იმისთვის, რომ იღებენ ჩვენგან გარკვეულწილად იმ ინფორმაციას ან ისმენენ იმ ანალიზს, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ გავაკეთოთ და გქონდეს დისკუსია თუნდაც ერთმანეთში და სხვა სტუმრებთან ერთად, ასევე მადლობა იმისთვის, რომ თუნდაც კრიტიკული, თუნდაც სწორი შენიშვნაზე ორიენტირებული, სწორ შენიშვნაზე, ობიექტურ შენიშვნაზე ორიენტირებული კომენტარებიც არის ხოლმე და ჩვენ ამით მათ ვაძლევთ საშუალებას. ერთგვარად დისკუსიის პლატფორმასავით ყალიბდება ჩვენი სოციქსელი და ეს ძალიან განსაკუთრებით მახარებს, იმიტომ რომ აქ იყრის თავს უკვე არამხოლოდ ერთი შეხედულების, არამხოლოდ ერთ აზრზე მყოფი ადამიანები, არამედ განსხვავებული შეხედულებებსაც მათ შორის და დისკუსიაც სხვათა შორის იმართება ერთგვარად, როგორ თქვა, შინაარსიანი დისკუსიებიც არის ხოლმე, აი კომენტარებში რო კითხულობ, არის რა თქმა უნდა სამწუხაროდ, რაც მე არ მომწონს, მაგრამ ჩვენი სოციქსელისთვის დამახასიათებელია, ხანდახან მაგას ვერც გაფილტრავ, რომ აი რაღაც შემოვა ადამიანი, ვიღაცის გალანძღვის ხასიათზე როა და აუცილებლად ეს ძალკე თემაა, მაგრამ აი ისეთი რეგულარული მომხმარებლები ვაკვირდები მეც და ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ ძალიან ისეთ შინაარსობრივ ერთვებიან, ასე ვთქვათ, აი იმ თემების განხილვაში, რასაც უძღვნით ხოლმე ჩვენ გადაცემებს და ეს განსაკუთრებით მახარებს, იმიტომ რომ ესე იგი მიდის მართლაც მსმენელამდე ის იდეა, რაც ჩვენ გვინდა რომ მივიდეს. ცოტნე მოგესალმები შენს და დღეს რომ მართლაც საინტერესო ეთერი გვექნება საერთაშორისო მიმოხილვის ნაწილში ყოველ შემთხვევაში რომელიც გვაქვს გადაცემის ბოლოსკენ შემონახული რამდენადაც ვიცი მართლა ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება ხო? კი ბატონო, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს საერთაშორისო მიმართულებით კი ბატონო, ანუ ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ დატვირთული კვირა იყო როგორც ჩვენი სახელმწიფოსთვის მაგ მიმართულებით იყო რაღაცა მნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც მოხდა, შორის გულისხმობ თურქმენეთის სამიც და ასევე პროცესების კულმინაციისკენ მიდის უკვე ფაქტობრივად უკრაინის მიმართულებითაც სანამ შემოვიდოდით ორბანის განცხადება იყო, რომ ხვედები შეიკარით, რთული კვირა იქნებაო და აქედან გამომდინარე ძალიან დატვირთული წინა კვირა იყო და ძალიან დატვირთული მომდენო კვირა გველოდება როგორც ჩანს. თუმცა ვიდრე დავიწყებთ ამ საკითხებს, მე მინდა დავიწყო შენი გუშინდელი გადაცემით და ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ცოცხალი ეთერი დღეს ტელემაყურებლებთან გვაქვს ასევე ცოცხალი ეთერი სოციალურ ქსელში ერთია როცა ჩვენ რამე ვიდეოს ჩავწერთ ამ ეგრეთ წოდებულ პოდკასტს როცა გავაკეთებ რო იყოს მაინც ბევრისთვის გასაგონი და გასაგები თუ რას ნიშნავს პოდკასტი არის როცა ვიდეო მიმართვებს ვაკეთებთ ის არ არის ცოცხალ რეჟიმში მაგალითად შემდეგ ჭრიდა ვაჩვენეთ ამას მაგრამ როდესაც ცოცხალი ეთერი გვაქვს დღესაც კიდევ ერთხელ გამოვიყენებ იმ შანსს რომ ჩვენ უკვე ბოლო ერთი თვეა ფაქტიურად სრულიად აპოლიტიკური და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჩვენ გადავწყვიტეთ და გვინდა რომ გქონდეს მედია პლატფორმა, მედია სააგენტო და სწორედ აი ამ ახალი ფორმატიდან გამომდინარე ჩვენ ასევე შევქმნით, ну ყოველ შემთხვევაში შევეცადეთ რომ შეგვექმნა გადაცემა, რომელიც კვირა დღეს გადის, დროის სამართალი და თავიდან ბოლომდე გადაცემა არის დაფუძნებული და გვინდა ყოველ შემთხვევაში რომ გადაცემაში მოსული სტუმარი, თქვა წამყვანი იგივე რომელიც შენ მიყავს ეს გადაცემა და შეიძლება არ არის გამორიცხული რომ მეც ვიყო ხანდახან და თქვა რაღაცნაირად უფრო მეტად დინამიური გახდეს ეს გადაცემა ზუსტად ის არის მიზანი და ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის რომ ჩვენ პლატფორმაზე აი ამ სააგენტოზე მედია პლატფორმაზე ჩვენი სტუდიიდან ერთადერთი გადაცემა თუ არა, იყოს ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც უშუალოდ შეეხება ჩვენი ქვეყნის ისტორიას, უშუალოდ შეეხება იმ გამოცდილებას, იმ გამოვლილ დროს, პოლიტიკური ბატალიებიდან დაწყებული, დამთავრებული სოციალური კუთხით და ასე შემდეგ, ხელოვნების და კულტურის, აი, რა ვიცი, ყველა ქმნილება თუ რამე არსებობს და თუ სადმე საქართველოს იცნობენ, დაწყებული იმ პერიოდიდან, რაც ჩვენ ვიცით და რაც ჩვენ არ ვიცით, ჩვენთან სტუმრები მოდიან ყოველ შემთხვევაში, ვისაც
როგორც ასაკით დიდი განსხვავება, ასევე როგორც მათი გამოცდილება, მეცნიერები, აკადემიკოსები, ისტორიკოსები, პოლიტიკური, თქვა, თუ შეიძლება ითქვას, მოღვაწეები, ან და თქვა, პოლიტიკაში კონკრეტულად არა რომელიმე პარტიის და იდეოლოგიის, კონკრეტულად იმ პარტიის იდეოლოგიის, არამედ ზუსტად რაღაცა იმ პოლიტიკოსის საზოგადოებრივად აქტიური პიროვნებებზეა. მაგალითად გუშინ და რატომ მინდა დავიწყო გუშინდელი გადაცემით, გუშინ ბატონი ვაჟა ოთარაშვილი იყო შენი გადაცემის სტუმარი, დროის სამართალის სტუმარი და გადაცემა თავიდან ბოლომდე იყო ისტორიული. კი ბატონო, გუშინ ხრესილის ბრძოლის გამარჯვების შეიძლება ასე ითქვას და ხრესილის ვიდეომის გამარჯვების 268 წლისთავი იყო. ჩვენ რაღაც ლოგიკურად რა თქმა უნდა ასეც დაიწყებდით თქვენ და ბუნებრივია ახლა დეტალურად ერთ საათში შეიძლება ვერ მოასწროთ ისტორია, იმიტომაც არის მდიდარი ჩვენი ისტორია, თავისი ტკივილით, თავისი ნაკლით, თავისი წარმატებებით, პიროვნებების და იმიტომ არის კიდე საინტერესო ესეთ დროს რომ არა მხოლოდ კონკრეტულად იმ ომს ცალკე როგორც ინდივიდს, ან იმ მხედართმთავარს, ან იმ მეფეს, არამედ ეპოქაში, იმ ეპოქას მიმოვიხილოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ეხლაც ხანდახან უყურებთ ხოლმე, აი უმეცრებას ვერ დავარქვევ ამას, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ სხვადასხვა ეთერებში, მარტო ჩვენ არა ვართ ბუნებრივია და ძალიან ბევრი ინტერნეტ მედია საშუალება, იგივე თქო ტელევიზიაც, ნუ სამწუხაროდ არა ისე თქო ბევრი, მაგრამ ცდილობს რომ რაღაცა კონკრეტული ისტორია მოყვეს და თუ ანალიტიკოსი იქნება იქ ან პოლიტიკოსი, აი ხანდახან არის ხოლმე რომ აი ვაფასებთ უბრალოდ იმ მომენტში, მაგალითად, ნუ სტალინის, ხო, მაგალითად ვაფასებთ კონკრეტულად სტალინს მის თვისებებს, გინ პლუს გინ მინუს, მაგრამ ვივიწყებთ რომ ეპოქაში, იმ ეპოქაში უნდა ისტორიაში, აბა ეპოქა კონტექსტი უნდა გაიგო, აი ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო, რატომ მიიღო ეს. კი ბატონო, და რატოა საინტერესო ეს და რატო გაძლევს უფრო მეტ დისკუსიის საშუალებას, უფრო მეტი მაგალითების მოყვანას. რა თქმა უნდა, ისტორია არის, ნუ ისტორია რომელსაც რაც ვიცით, რაზე ჩვენ ვლაპარაკობთ, სამწუხარო ჯამთა აღწერილიც, ნამდვილი სახელდაგვარიც არ ვიცი, თუმცა ჯამთა აღწერილი მხოლოდ აი თითებზე ჩამოს მართლა რა ვიცი არ ყავდა ჩვენ ისეთი სიმდიდრე არ გვაქვს როგორც სომხებს ჰქონდათ ჩვენ ძალიან ბევრი სომხი დამწერლებისგან ვიცით ირანელებს ჰქონდათ პირიქით ჩვენ დამპყრობლებს უფრო ჰქონდათ და ჩვენ ბევრი რამ ჩვენ თავზე ირანული წყაროებიდან უფრო ვიცით ან და სომხური წყაროებიდან ან და თქვა ალბანური ქემოთ სხვადასხვა ვიდრე ჩვენ მაგრამ ვიღაც გვაქვს იმასაც ხშირად დამახინჯებოთ ვაჩერებთ მაგრამ რატო იყო საინტერესო გუშინ ბატონი ვაჟას სტუმრობა ბატონი ვაჟა შეეხო აი ამ ისტორიულ კონტექსტში თავარ ნაწილს, რაც ჩვენ დროის სამართალი, რატომაც შევქმნით და რატომ დავარქო ჩვენ ეს სახელი, ჩვენ ყველა ერთად ვжелობდით, ხო? ჩვენ თქვით კიდევაც და ვაცხადებთ, რომ მე მერაბჭიქაშვილი თქვა, ჩემი პროფესიით მსახიობი, პროფესიით მე მსახიობი ვარ, თქვა და არ ტელეწამყვანი, მე გავხდი და შესაბამისად არ ჟურნალისტი არა ვარ. ძალიან ძნელია ხა მე ვთქვა რომ ჟურნალისტი. ჟურნალისტი კიდე სხვა უზარმაზარი დარგია და ჟურნალისტები ხა ვინც არიან ჩვენ ნუ მეგობრები და ადამიანები ვიცით. შენ იურისტი ხარ პროფესიით, მაგრამ მოგდა ისტორიაც გიყვარს, ნუ ისტორიაში, ნუ ხა ვერ ვიტყოთ რა ხა ასე პროფესიით ისტორიკოსი, იურისტი ხარ, მაგრამ როგორ ტელეწამყვანი, ნუ შენს რაღაცა ჩვენ რაღაცა ბედმაგაგა რაღაც ამბავმა მოგვიყვანა, ნუ ეს იყო მიშას რეჟიმი და ნუ მაშინ ვიძო და ცოტნე ფილოსოფოსია ჩვენ არა აპრიორში თავიდან ვამბობთ ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ და არც განაცხადი გვაქვს რამე პარტიაზე არც განაცხადი გვაქვს მომავალში თქვა რაღაცა პოლიტიკურ რაღაც ბატალიებში თქვა უკვე გაცხადებული რომ აი შევდა რომელიმე მაგრამ როცა ანალიზს ვაკეთებთ ჩვენ სწორედაც იმ ცოდნით ვაკეთებთ რაც გვაქვს თუ არა და აი ბატონი ვაჟა გუშინ ისტორიისა გარდა ბოლოს შეჯამება რაც იყო ჩვენი დროის სამართალიაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახეც რომ მოვიფიქრეთ რომ ისტორია რამდენად ვიცით რამდენად გვპატიობს ჩვენ ისტორია რომ რაღაც არ გავითვალისწინოთ ის მაგალითები და დროსთან ერთად დრომ შეიძლება ანუ აი ეს გასამართლების პროცესი როცა დადგება ნუ პირობითად არა ის სიმბოლოდ რო ავიღოთ აი სამჯაროს წინაზე თქვა წარდგომა ვისთანაც არ უნდა იყოს რომელ რელიგიურადაც არ უნდა შეხედო ხო საკუთარი ისტორიის წინაშე ანუ რაღაც გაკეთებული ხო რაღაც ვალდებულება გვაქვს როგორც ოჯახში ასევე რაღაცა ქვა დადებული ქვა იქნება თუ დარგული ხე იქნება თუ მოგებული ომი იქნება თუ წაგებული ომი იქნება ძალიან მნიშვნელოვანია ხო ბევრი იწყებს ომს იმ იდეით რომ უნდა რომ იბრძოლოს და ბევრი იმიტომ იწყებს ომს რომ გონია რომ მოიგებს მაინც და მაინც რეზულტატი უნდა მოგება და ბევრი იბრძვის ომები აქვს ბრძოლის გამო და იბრძვის და აი ამ ბრძოლაში ღებულობს დიდ ისტორიას ჩვენ ეგ მე მგონია რომ ჩვენ ეგ ბედი გვაქვს ჩვენ შეიძლება ბევრი მოგებული
ასე ვთქვათ და დამყრობელი საერთოდ არ აქვს ტერიტორიები, ხო? მეტწილად რას თქო, მაგრამ ბრძოლებში მოგებები, აი მუდმივ ბრძოლაში ვართ. აი დღემდეს და რაზეც ჩვენ მერე გადავალთ. ბრძოლა ესეც რაც ეხა დღეს აი ამ სოფლიოში გვაქვს ამ პატარა ქვეყანას, ხო? მეზობლებიდან დაწყებული, დამთავრებული თქვათ იმამდე, რა ქვია, უცხო გარეტომთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ გუშინ ბატონი ვაჟა გადავიდა ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხზე. განათლების მნიშვნელობა სწორედ ისტორიის წოდნასთან დაკავშირებით, ისტორიის გამოცდილებასთან დაკავშირებით და მე მინდა უბრალოდ ერთი მონაკვეთი გავუშვათ, რომელიც ჩვენ მოვჭერით, ну ასე ვთქვათ, გამოვიყვანეთ, დავამონტაჟეთ რა, პატარა მონაკვეთი, ნაკვესი ავიღეთ, ნაწყვეტი ავიღეთ და უბრალოდ განათლების მნიშვნელობაზე საუბარს, რომელიც არამხოლოდ ამ გადაცემის მთავარი იდეაა და ის დროის სამართალით არამედ ყველა სჭირდება აქ ვინც არ უნდა დაჯდეს ჩვენთან სტუდიაში ვინც არ უნდა მოვიდეს ეს იქნება მემანქანე ეს იქნება რიგითი ჩვეულებრივი რა ქვია მკერავი ყასაბი პროფესორი პოლიტიკოსი მინისტრი თუ ასე შემდეგ ხელოვანი და ასე შემდეგ ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გავუშვათ მოდი ეს ვიდეო და ვნახოთ შემდეგ დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში მე გეტყვით რომ აი ძალიან კარგია ეს გადაცემა ეს ციკლი იმიტომ რომ შემეცნებითი ინფორმაცია მიდის უკვე მაყურებელთან, მომავალ თაობასთან. ჩვენ სკოლებში ჩვენ მომავალ თაობას არ ვასწავლით, ვისი გორისანი არიან. რა სახელმძღვანელოებით ვასწავლით? ვასწავლით კი ჩვენ კლასიკას, ლიტერატურის. ვასწავლით კი სათანადო დონეზე, იგივე ხრესილის ომს, მარტყოფის ომს, მარაბდის ომს, ქსანი ქარჩოხის ომს, ტაშისკარის ომს. არ აღნიშნავთ დიდგორობას, ხო, სათანადო დონეზე. ჩვენ რა ქვია მეგობარ პარტნიორ თურქეთს არ ეწყინოს. აღარ ვასწავლით დავით გურამიშვილის დავითიანს, მის ბიოგრაფიას, არ ვასწავლით სულხან საბას, არ ვასწავლით გრიგოლ ხანძთელს, არ ვასწავლით სათანადო დონეზე შუშანიკის წამბას. ვეფხისტყაოსნის საზეპიროები ამოვიღეთ, როცა ზეპირად იცოდა ხალხმა როცა წერა კითხვა არ იცოდა ვეფხისტყაოსანი იცოდა. ჩვენ მთლიანად მოვშალეთ ეროვნული განათლების სისტემა, ეს არის კოლონიური განათლების სისტემა, ბოლონიის პროცესს რო შეუერთდით და ეს არის სპეციალურად მორგებული ჩამორჩენილი ქვეყნებისთვის და აი სწორედ იმიტომ არ იცის მომავალმა თაობამ როგორ შემოესია ვთქვათ იგივე მურვანყრუ არაბები ასეულ ათასობით ადამიანი აი სისხლის კალოები დაატრიალა დღეს ეს არ ვიცით და გონია რომ რაღაცა თქვა ჩვენი ინვესტორები არიან ან მეგობრები არიან ან რაღაცა ისინი არიან არა ეს იყო აბსოლუტურად მწარვალი იმპერია ხალიფატი არაბეთის ხალიფატი რომელმაც წალეკა იმ დროინდელი საქართველო და ყველა ეკლესია მონასტერში ესეთი რამე არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში შეაწყვეტინა წირვა ლოცვა აი რატომ გვინდოდა რომ განათლებაზე გაგვემახვილებინა ყურადღება იგივე ბატონი ვაჟაც შემდეგ გადაცემებში ღვთისმადლი თუ გვექნება საშუალება ჩვენ რომ ახალი სეზონიდან ისე ვქონდეს თქვათ ეთერიც და ნუ შესაბამისად რა თქმა უნდა ინტერნეტზე შესაძლებლობაც ის მცირედი და მწირი რაც გვაქვს ხო რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ მით უმეტეს განათლების სისტემას როცა რეფორმირებაზე ლაპარაკი და მე არ შემიძლია არა თქვა ობიექტურად შევაფასოთ და კარგი ვთქვა იმ გაგებით რომ უზარმაზარი განათლების ასე ვთქვათ ახალი რეფორმა იწყება ხო მე რაც შემიძლია ვთქვა ყველაფერში ვეთანხმებით რა თქმა უნდა სამწუხაროდ ვეთანხმებით ბატონ ვაჟას და ნებისმიერ ადამიანს ბატონი თემურ მაისურაძე ხშირად usაუბრია ჩვენთან განათლებაზე ქაბატონ თამარ კიკნაძეც ხშირად usაუბრია არაერთი რა ვიცი მე ბატონო დემურ გიორხელიძე ზაზაც ყავდა შათირიშვილი ფილოსოფოსი როცა ჩვენ და სხვადასხვა ბევრი სტუმრები რომლებიც ყველა სამწუხაროდ ვეთანხმებით მაგრამ ჩვენ ხომ არ არის აუცილებელი მხოლოდ იცი რა დიაგნოზს ჩვენ კარგად ვცვალთ რომ ვკითხოთ რა ჩვენ შეგვიძლია ხა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ აი რა ხა დიაგნოზში მაგარი ხარ მოუწერიათ კიდევაც საქმეს რას აკეთებთ კი რეცეპტია მნიშვნელოვანი როგორ ვაკეთებთ აი რეცეპტი რა არის გამოსავალი რადგან დაიწყეს ხა განათლების სისტემაზე ლაპარაკი და ნუ ახალი მინისტრი როგორი პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ქონდეს ვიღაცას ამ შემთხვევაში არ ვიცი მე მინდა რომ რაღაც უფრო რაციონალურად შევხედოთ გამოვრიცხოთ მარტო ერთი პრიზმით შევხედოთ რა ჩვენ გვაწუხებს რა რამდენად ეფექტურია განათლების სისტემისთვის ის ახალი რაღაცები ურთულესი შესასრულებელი არის იქ ბევრი რამ და ერთადერთი რაც ყველაზე მეტად აი რაღაცნაირად ისე მომხვდა რომ ამას თუ დაძლევს რამე და ვინმე მარტო ხელისუფლება ამას ვერ იზავს აქ საუბარი რაზე იცი მოგწონს თუ არ მოგწონს მე რაზე ბატონ ვაჟაზე რაზე ლაპარაკი საზოგადოება კარგად იცნობს აქ აუცილებლად უნდა ვიყოს მობილიზაცია მოხდეს
გამოცდილი პედაგოგების, მეცნიერების, არ ვიცი, თუ ვინმე არსებობს და არის კიდე დღეს და ცოცხალია საზოგადო მოღვაწეების, სამეცნიერო მთელი აკადემია უნდა ჩაერთოს. ნებისმიერ უნივერსიტეტში, ნებისმიერ სკოლაში, ვისაც რა გამოცდილება ვერ იზავს ახლა მიქანაზე, ბატონი მიქანაზე, ახლა ის კი, მაგრამ რამოდენიმე მუხლი რაც ახლა ითქვა, აი, ყველაზე ესეთი პრაგმატურო თქვათ, რომ არ არსებობს თუ ჩვენ ადრე ვლაპარაკობდით, აი გოგებაშვილი დაბრუნდა როგორც იქნა, ხო? ხა მარტო რო თქვა, თაროზე იმდენი რამეა შემოდებული, იმდენი რამეა იდეა კარგი, მაგრამ განხორციელება უნდა. აი ამ ორ რაღაცას ვიტყვი, აი ამ ახალ განათლების სისტემიდან, რაც მე აი სულ გერმანიიდანაც ჩართვები რომ მქონდა, ან და როცა რაღაცა განათლება საუბარი მქონდა, 15 წლის უკან, ჯერ კიდე რა ვიცი, და კიდე უფრო მეტი სააკაშვილის პირობებშიც კი, როცა ობიექტივზე გადაცემა მიმყავდა, დილის გადაცემა მიმყავდა და საუბრობდით, ხო იგივე ამ ხალხთან ერთად და ვიწოდით იქ სტუმრებს და მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა უთხრა კოტე მიკაძეს აქენა ჩვენი სტუდიიდან, რომ არა ის მე და დავით კემხაძეს, ჩემ მეგობარს, რომ არა ეს ორი ადამიანი თამაზ კვაჭანტირაძესთან, აი ამ ადამიანთან, მისი სულიაცხონოს ღმერთმა გადაცებები მაქვს ჩაწერილი. და აი ბოლო მოგიკანი იყო შეიძლება ითქვას ახლა თამაზ კვაჭანტირაძე მე მახსოვს აი ბავშვობაში თამარ მოგზაურობა სასიტყვეთში სატელევიზიო ლექციები რო ქონდა სასწაული გადაცემები იყო აი მე დღეს არის შემორჩენილი ობიექტივზე ჩვენ ამ გადაცემას ვუშვებდით კიდევ ერთხელ მადლობა კოტე მიკაძეს რომელმაც მომცა საშუალება სადაც მივდიოდით ჩვენ და წერდით ანუ შესანიშნავ გარემოში და დავით კემხაძეს რომელმაც პირდაპირ დაგვაკავშირა და მისი ოჯახის წევრებს და აი სწორედ მას ვეკითხებოდი რა არის ყველაზე მთავარი აი სისტემაში არის ბევრი რამ შესაძლებელი და ერთ-ერთი რასაც ვხედავ ის რომ მარტო ის რომ სასიხარულო რო კი განათლება უფასო უნდა იყოს რაზეა ლაპარაკი მაგრამ მარტო ერთ დეტალს ავიღებ მე რა შემხვდა და ეს არის საოცრად მგონია რომ ერთ-ერთი კარგია ბევრი რამისთვის გერმანიის მაგალითზე ყოველთვის მომყავდა ეს მაგალითი რომ ახალ რეფორმაში პროექტში არის ერთი ისეთი მნიშვნელოვანი მუხლი რომ საჯარო სკოლაში თუ გადაწყვიტავს მაგალითად თენგო შენ თუ გადაწყვიტავ მე და ცოტნე შვილის მიყვანას ხო აუცილებელი ვალდებულებაა რომ სკოლაში საჯარო სკოლაში უნდა მიიყვანო იმ რაიონში სადაც ცხოვრობ ეს არის აი ძალიან ბევრი პლუსი აქვს ამას, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პლუსი აქვს ის საშინელი მანკიერი რაღაცა მოდაში შემოსული იმის მორღოვა არა გვაქვს ხალხს და რაღაცა გავრბოდით ეს რას ნიშნავს? ის რომ ნებისმიერ უბანში შორს იქნება ქალაქგარეთ იქნება აქვია თუ ცენტრში იქნება და საჯარო სკოლა არის საჯარო სკოლა. ყველგან ერთნაირი პრესტიჟია. და მერე კიდე ეს არის ბავშვის ფსიქოლოგიაზე ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს არის მშობელზეც, გადარბენა არ არის, მაპატიეთ, გინება არ არის შუქნიშანზე. იქ ვიღაცას მიარბენინებს თავის ბავშვს. ძალიან ბევრი რაღაცა. მერე კიდე არის, აი როგორც იგივე ჩაცმის სიმას. ბავშვებში რაღაც ეგრეთ წოდებული ბულინგი და რაღაც აი დაცინვისიც აი ტასაც სოციალური უთანასწორობა არის. ანუ რატო მე ყველაზე პატარები გამოვიყვანე ხა და მე დროს არ წაგართმევ და დიახ აი ამ პატარ რაღაცებით ოღონდ აქ უნდა მოხდეს კონსოლიდაცია ყველა იმ ადამიანის, ვისაც ჭიბი აქვს მოჭრილი, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია რომ მივიდნენ საპარლამენტო კომიტეტების მოსმენა იქნება თუ მე კანონის აღსრულება იქნება ამ ადამიანებმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენ არა გვაქვს და არა ყვავს დასაკარგი არავინ. ჩვენ არა გვაქვს ის დრო რომ მით უმეტეს აი ამ მსოფლიო ბატალიებს სადაც განათლების სისტემაზე ბევრი წარმატებული ქვეყანა დაფიქრდა და თავიდან იწყებს. და მე სულ მომხავს ის მაგალითი რომ იაპონია როცა მიხვდა რომ რაღაცა კვლევებით, როცა კვლევები ჩაატარეს და მიხვდა რომ მათი განათლების სისტემა ძალიან ჩამორჩენილი იყო და იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში 55 ადგილზე იყო საჯარო სკოლის განათლების ასე შემდეგ, იაპონელებმა მიაგნეს გამოსავალს და აბრუნეს სამურაის სკოლის პრინციპები. და სამურაის სკოლის პრინციპები ზოგს ესმის სამურაი მხოლოდ რაღაცა ხმლით და არა, აი რომ დავფიქრდეთ რა არის თითქოს და კი არა ზუსტად არის იმის ტოლფასი, რაც იაკობ გოგებაშვილის აიას დაბრუნებას ნიშნავდა, იმიტომ რომ იმაზე იყო აწყობილი ხოლმე. იმათი შეიძლება კიდევ უფრო მეტსაც ნიშნავდეს ეს მერავი, იმიტომ რომ ხა იაპონიის სამურაი სკოლა არ იყო ერთი ადამიანი, როგორც ჩვენ შემთხვევაში ეს არის იაკობ გოგებაშვილი და აი ჩვენი ალბათ განათლების სისტემის მამა შეგვიძლია ხო ამ ადამიანს უწოდოთ ყველა საბაზისო დოკუმენტი რაც არის ესე სახელმძღვანელო. იგივე დავით გურამიშვილი ბატონი ვაჟარო ჩამოთulis. არ ვიცი რამდენი რამე და მაპატე უბრალოდ რომ დავამთავრო ჩემთვის პირველ რიგში მე უყურებ მე ვხედავ რა თქმა უნდა მინდა დავინახო მხოლოდ კარგი და ამ შემთხვევაში ხელისუფლების აი ამ კარგი ინიციატივებს
ექნება და მე დარწმუნებული ვარ, სხვანაირად ძნელია, იცი? აი ისიც ხო გვახსენდება ჩვენი ის არის რა, ამბავია რა, ერთი ისრის მარტო არც ისე ჩვენი არ არის. მე მგონი ეს საერთაშორისოა ეს ამბავი, როდესაც ერთი ისრის და მაგის სხვა შორის მე მგონი ნაცისტებსაც ეგეც აქვთ, რა ქვია, ხო ძალაერთობაში ასის. უბრალოდ ჩვენ ახლა ხო ხდები ეგეთ რაღაცები, მოიცი ხო სიტყვიერად გვაკავშირებს, როგორც აი რაც რა გასაკეთებელი კიდევ ბევრია თუ არა ნაცებთან და აი ეგ კლიშეებიც უნდა დავიბრუნოთ და მართლა ის პრინციპი რომ ძალაერთობაშია დიახ მეცნიერების ძალა. წარმოიდგინე სად ერთი მეცნიერი რომ იმუშავებს, გამოცდილი პედაგოგი ასე შემდეგ და სად 10. მე მასალა ამ პრინციპით არის და მე დარწმუნებული ვარ თუ იქნება ეს კონსოლიდაცია იმის და მიუხედავად ერი ბერი რა ქვია როგორი იდეოლოგიის არის და ვის რა მოწოს მაგრამ როცა ვიცით რომ რაღაცა კარგი კეთდება ხო კონსოლიდაციას ვახდენთ ხოლმე როცა მტერი გვესება და ჩვენ გვახსოვს ხო ბევრი მაგალითი განათლების სისტემა ისეთი რამეა რომ აი აქ უნდა იყოს კონსოლიდაცია როცა კარგი კეთდება ვაღიაროთ რომ კარგია და გვჭირდება აუცილებელია რომ ხვალზე ის დებატები კი არ იყოს, როცა ჩვენ უყურებთ ახლა ხანდახან პოლიტიკოსებში რაღაც საშინელებად, მithotე სოციოგქსაში, არამედ იმას ხედავდე, მე მიხარია დღეს ბევრ სოციოგქსაში, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ისტორიული ფრაგმენტები ცოცხლდება, წიგნების გაციფრულება ხდება, საქართველოს ისტორიას უბრუნდებით, ჩვენც ვცდილობთ რაღაც ესეთი გავაკეთოთ, ეს ვიდეოც როგორ გაკეთა კადრები და ასე შემდეგ. მე მინდა რომ სწორედ აქ იყოს კონსოლიდაცია. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, თუ იქნება ჯანსაღი, სწორი დისკუსია, შედეგზე ორიენტირებული რაღაცები დავივიწყოთ, ის რაღაცა ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელოვანი. მაგრამ ამ შემთხვევაში დავდგეთ სწორად განათლების საკითხი და განათლების რეფორმა, ისტორია, ჩვენი ქვეყნის და დიპლომატია, საგარეო პოლიტიკა რაღაც არ არსებობს, აი რაღაცა ერთი ღერძია, სადაც როგორც სოფელი აი ყველაფერს საქართველოს გამაერთიანებელი რაზეც იდგა ეს არის ხო? ანუ აი ეს ღერძი შეივსება სულით, ხორცით და ჯანსაღი რაღაცა იმ ინტელექტით, რომელიც სწორედ დაჭირდება ჩვენ ქვეყანას. ის გარეშეც ალბათ შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ რაიმე ეს მინდოდა ძალიან მოკლედ მაპატიეთ, ჩვენ ახლა შეგვიძლია უკვე არა, რა თქმა უნდა, განათლების სისტემაზე მნიშვნელოვანი, ძალიან რთულია საერთოდ რამე გამონახოთ და ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე ბუნებრივია აზრის გამოთქმა. მეც ვიტყვი ჩემ აზრს, რომ პირველ რიგში რაც დაკავშირებულია უფასო განათლებასთან უნივერსიტეტებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში რო იქნება განათლება უფასო, ჩემთვის ეს არის, რა ვიცი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიძლება რაც კი მიუღია ქართულ ოცნებას მთელი მისი მმართველობის პირობებში, იმიტომ რომ ყოველთვის იდგა ეს მოთხოვნა, ყოველთვის იყო ეს პრობლემა და რამდენი აი ცოტნემ კიდევ უკეთესად იცის თავისი ამ სოციალისტური საქმიანობებიდან გამომდინარე, რომ 10,000-ობით ბავშვი იყო, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, იმის გამო რომ ფულს ვერ იხდიდა და უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ამის გამო იჩაგრება, ამის გამო იკარგება და ეს პრობლემა თუ მოგვარდება, ახლა ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა გაუკეთო მომავალ თაობას, ხო? ეს უმნიშვნელოვანესია და აი 10 ხელით თან ყველანაირად რომ ხარს უჭერ. არის რა თქმა უნდა საკითხები, რაზეც შეიძლება გქონდეს, აი შენ რაც წამოწიე ეს საკითხები, რომ ალბათ განათლების სისტემა ესე უნდა დავყოთ სამ სეგმენტად, რომ აი ვინ ასწავლის, რას ვასწავლით და როგორ ვასწავლით. აი ეს სამი მთავარი საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. რასაც ახლა დღეს ხელისუფლება გვთავაზობს, ეს არის აი როგორ ვასწავლით, ეს ნაწილი, ანუ ტექნიკური მხარე, რომ ეს უნდა იყოს უფასო განათლება, სკოლებზე ახსენე, რომ ყველა დაუშვათ იქ, სადაც არის რეგისტრირებული იმ რაიონში უნდა იაროს სკოლაში, აქ თუმცა მე პრობლემასაც ვხედავ, იმიტომ რომ ჩვენთან ეს აღრიცხვიანობა ძალიან მოშლილია და ადამიანი შეიძლება აღრიცხვაზე იყოს სადღაც საქართველოს ერთ ბოლოში, მაგრამ ფაქტობრივად ცხოვრობდეს მეორე ბოლოში და ეს შექმნის მე მგონი პრობლემებს, მაგრამ იმედია ამასაც მოვაწესრიგებენ. მთავარი რაც არის, რაც შენ თქვი, რომ აი ვინ ასწავლის ამ ყველაფერს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ტესტი ჩემთვის განათლების სისტემის რეფორმაში. იქნება თუ არა მასწავლებლის პროფესია დაფასებული, რომ მასწავლებელი ეს არ არის რიგითი ადამიანი, საზოგადოების რიგითი წევრი და ჩვენ ხშირად გვითქვამს ხოლმე და გაგვიხსენებია ბისმარკის სიტყვები რომ არის, ხო? მე მგონი ცოტნეს უყვარს ხოლმე ამის გახსენება, რომ ფრანკო-გერმანული ომების დროს, ფრანკო-პრუსიული ომის დროს, რომ ომი მოიგეს არა გერმანელმა ჯარისკაცებმა, არამედ გერმანელმა მასწავლებლებმა, რომელმაც აღზარდეს ის თაობა, ვინც იომა ფრანკების წინააღმდეგ და იმ პატრიოტული სულისკვეთებით, აი ეს არის მასწავლებლის როლი და ფუნქცია მომავალ
მოსწავლეთა თაობის აღზრდაში. Ამდენად ვინ ასწავლის ამას და რამდენად იქნება ის რაც ჩვენ თქვი ძველი გვარდია, დამსახურებული, ავტორიტეტული ხალხი განათლების სისტემაში ინტეგრირებული, ეს მნიშვნელოვანი იქნება და ზოგადად მასწავლებელს უნდა დაუბრუნდეს ის ავტორიტეტი, რაც მას ჰქონდა აი თუნდაც ჩემ თაობაში ჩვენი ბავშვობის დროს, რომ თვალებში რო უყურებდით მასწავლებელს და ვერ წარმოგვედგინა რაღაც ზედმეტი ხმის აწევა კი არა, ეხა რეებიც ხდება ხანდახან ისეთებს ვიგებთ ხოლმე ამ საჯარო სკოლებში, ესეც არის რა თქმა უნდა პირველ რიგში ყურაცაღები და მისახედი რომ მასწავლებელი ეს უნდა იყოს ავტორიტეტული ფიგურა ბავშვისთვის. ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს და მე რაც დავარია საგანმანათლებლო პროგრამები, რაზეც აი ბატონი ვაჟა საუბრობდა, რომ რას ვასწავლით ამ ბავშვებს. ერთი საკითხია რომ ვინ ასწავლით და როგორ ასწავლის, მაგრამ აი რას ვასწავლით, რა წიგნებით, რა სახელმძღვანელოებით ხდება განათლების მიცემა, ესეც იქნება ალბათ ეს ერთ-ერთი კიდევ უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ამდენად საკმაოდ ბევრი საქმე არის ამ ხრივ გასაკეთებელი და ბევრი საქმეც იმიტომ არის გასაკეთებელი, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა ამ წლების განმავლობაში. ჩვენ ვიცით რომ 20 წელია უკვე არის ეს განათლების სისტემა აი ამ ლიბერალურ რელსებზე გადაწყობილი და რა ხდება შიგნით მთლიანად NGO სექტორზე იყო მთელი ეს პერიოდი მიშვებული ქვეყნის განათლება და ის კერძო სკოლებიც მათ შორის და რაც არის ძალიან დიდი კავშირი არის, ძალიან დიდი ნაწილი არის დაკავშირებული ამ საგრანტო პროგრამებთან, საერთაშორისო დაფინანსების ცენტრებთან და ეხა იქიდან რო შემოდის გრანტი, ამას მოყვება თან ის პროგრამას, რაც უნდა ასწავლო იმ ბავშვს და რაშიც გაძლევს ის უცხოელი ფულს, რომ ისწავლოს და იქიდან მოდის შემდეგ უკვე ძალიან ბევრი პრობლემა. აი, ამას თუ მიეხედება და ეს თუ შეიძლება რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით ორი ხელით ამ ყველაფრის მომხრე და დიდი იმედი მაქვს სხვა შორის ცოტნე არ იქნებოდა ცუდი შენი აზრით ამ საკითხზე განსაკუთრებით აი ამ სოციალურ საკითხებზე მოგვესმინა იმიტომ რომ განათლება მართლაც იყო ხო წლები და არის დღესაც წლები სერვისი შეგვიძლია ასე ვთქვათ, სახელმწიფო სერვისი, რომელიც თავისუფლად ხელმისაწვდომი, რო ვთქვათ, საქართველოში აღარ იყო ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ რაც გვახსოვს ჩვენი ბავშვობიდან, რომ აი, ყველას უნდა ჩაებარებინა უნივერსიტეტში, ყველას უნდა ქონოდა დიპლომი და ეს იყო ასე ვთქვათ, თითქოს სტანდარტული პროცედურა. თანამედროვე ცხოვრებაში ეს ასე აღარ ხდებოდა, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი ამ ყველაფრის მიღება. აი, რამდენად იქნება შენი აზრით მართლაც რეალური იშვება, რეალურად ექნება თუ არა ამას ეფექტი, იმ ხრივ რომ ჩვენ მივიღებთ უფრო განათლებულ თაობას. უფრო ნიჭიერი ბავშვები წამოიწევენ თუ არა წინ ასე ვთქვათ აი ამ უფასო განათლების პირობებში და ამ საკითხებზე შენი მოსაზრებები ძალიან ღირებულია. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ იქიდან რომ იდეაში მსგავსი ტიპის მიდგომა კი უფასო განათლებაზე მართლა ძალიან შენ გაიხსენე და ძალიან დიდი ხანი საუბრობდით არა მარტო მე ჩემ თანამოაზრეები რომლებიც თავის დროზე ბევრ საკითხში ერთაზე ვიყავით, დღესაც ერთაზე ვარ, შეიძლება რაღაც განსხვავებული აზრები გვაქვს, მაგრამ ის რომ დაუშვათ განათლება უნდა იყოს უფასო და ხელმისაწვდომი საქართველოს ახალგაზრდების უმეტესობისთვის, ეს ფაქტია და აბსოლუტურად მივესალმები, შეიძლება ცოტა დაგვიანებული, თუმცა მაინც ჯობს გვიან ვიდრე არასდროს პრინციპიდან გამომდინარე, მაინც დროული და მაინც სწორი ნაბიჯია, რომ გავიხსენოთ ფაქტისთვის გავიხსენებ, აი სტატისტიკა რო გქონდეს დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ რა რაოდენობაზე იყო საუბარი, აი სტატუს შეჩერებულ სტუდენტები ახსენეს შენ და ყოფილმა პრემიერმა ბატონმა ღარიბაშვილმა თუ გვახსოვს მე მგონი 2 წლის წინ 2023-ში 30000-ზე მეტ სტუდენტ ჩამოაწერა ეს ვალდებულებები რაც ჰქონდათ მათ და რის გამოც ჰქონდათ სტატუსი შეჩერებული ხო 30000 სტუდენტი საქართველოს პირობებში ხო არის კოლოსალური ციფრი ხო სულ სადღაც 3 მილიონამდე 3 მილიონ ნახევარი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში 30000 სტუდენტს რომ დავალიანებულია და ამის გამო სწავლას ვერ ახერხებს ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია ეს კატასტროფული მაჩვენებელია ქვეყნისთვის აქედან გამომდინარე ეს გვაჩვენებს პრობლემის მასშტაბებს თუ რამდენად პრობლემური იყო ფასიანი განათლების მიღება საქართველოში ხო ეს ერთი მეორე თუნდაც ის რომ დაუშვათ აი რაც თქვით რომ აი შენს ანუ სკოლას ოდესაც ამთავრებდი იმ დროს რომ აი ბევრი ირიცხებოდა ხო არც ეგ არ მგონია მაინც და მაინც სწორი პოლიტიკა განათლების და ზოგადად ქვეყნის მართვის იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაუშვათ იურისტი ან ძალიან ბევრი ექიმი არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ეს ერთი ყველა პროფესიონალი ექიდან ეს ერთი და მეორეს ერთი მან დგას მე აი ამ ადამიანების დასაქმების საკითხი ხო ამიტომ სახელმწიფოს აი ამ პროგრამას და აი ამ რეფორმას რასაც იწყებს უნდა მიუსადაგოს დაუშვათ ჩვენ შეგვიძლია
ბაზრის კვლევა უნდა ჩატარდეს მარტივად რა ახსნათ სად ვინ და რამდენი გვჭირდება ანუ ეს უნდა იყოს დათვლილი ეს არანაირი ის არ არის ნებისმიერი განვითარება ბაზარი ამას ვერ დაარეგულებს ბაზარი ვერ დაარეგულებს არა ბაზარი ვერ დაარეგულებს რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი იმისთვის რომ მე ის უნივერსიტეტი რომ დაუშვათ სტუდენტს გამოუშვებს და მისცემს იმ ცოდნას ხო რა ცოდნას სპეციფიურ ცოდნას ანუ უნივერსიტეტი ეს არ იყოს სპეციფიური ცოდნის მიღების ადგილი და არა ზოგადი განათლების მიღების ადგილი ზოგადი განათლების მიღების ადგილი არის სკოლა რომელიც სადაც უნდა იღებდეს ადამიანი ზოგად განათლებას და მას უნდა კონდეს წარმოდგენა ზოგად თემებზე ხო ყველა დისციპლინაზე ფიზიკაზე შეც უნდა იცოდეს რაღაც ისტორიაში და ბიოლოგიაში ხო აგდებ და მიწაზე რატო ბრუნდება და რატო არ მიფრინავს სასწრაფოდ ანუ ეს წარმოდგენა სკოლაში უნდა მიიღოს და ამისთვის უნივერსიტეტის დამთავრება არ არის აუცილებელი ის რომ ვიღაცას საქართველოს მოსახლეობის ძალიან ცოტას იმედი მაქვს მაგრამ რაღაცა ვიდეოები რო არის ხოლმე ზეს რომ უნდა დაუწიონ თავრობის ინიციატივა და ხალხი რაღაცა ნაწილი ვიღაცა ვინც დადის ეუბნება რომ კი არა 1000 კაც ჩაწერდა ეხა ტელევიზიაში მეტი რა ვიცი 1000 კაც ჩაწერ მარტო 10 კაც გამოიყვანა ძალიან მცირეა დიდი ალბათობით და ასე მჯერა მაგრამ ის რომ იმ ადამიანმა ვინც ასე პასუხობს რომ არ იცის რომ ზეს რომ ვერ დაუწევი ეს განათლება ამ განათლებას უნივერსიტეტში ვერ უნდა იღებდეს თუ ხა თუ ფიზიკაზე სწავლობს გასაგებია მაგრამ სკოლაში უნდა კონდეს ეს განათლება მიღებული სკოლა უნდა იყოს ისე ესე იგი შექმნილი დაპროგრამებული ასე ვთქვათ ანუ იმ შინაარსთან გამომდინარე რასაც უნდა ასწავლდეს მოსავლე ესეთი მსგავსი ტიპის განათლება მას უნდა კონდეს სკოლაში მიღებული საქართველოს ისტორიის ზოგად დაუშვათ ესე შინაარს დაუშვათ გულისხმობ საიდან იღებს ქართული სახელმწიფო არსებობას ვერ რა გზას გადის ვისთან როგორ ანაირად ამასაც სახელმწიფო უნდა და სკოლა უნდა აძლევდეს ამ განათლებას მოსავლეს და უკვე თუ ასე ისტორიულ მიმართულებით აპირებს და აბარებს ადამიანი უნივერსიტეტში ის უფრო ღრმა განათლებას იღებს ამ მიმართულებით ამიტომ ეს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს სკოლას რომ ჩვენ მივიღოთ განათლებული ახალი თაობა შეიძლება საერთოდ არ ქონდეს უნივერსიტეტი დამთავრებული და სხვა იმით დაკავდეს კაცო და სხვა გზა იპოვოს საკუთარი განვითარებისთვის მაგრამ სკოლა უნდა იყოს იმდენად ძლიერი იმდენად კარგად ორგანიზებული რომ სკოლა მისცეს ისეთი განათლება რომ მას სკოლა დამთავრებულ ადამიანს კონდეს წარმოდგენა ვინ არის ანუ გულისხმობ რომელი ქვეყნის შვილია რომელი ერის შვილია სადგა რა გაუვლია ამ ერს რისთვის იბრძვის რამდენი როგორც გადარჩა აი ამ რაღაცა იმ ისტორიულ ქარტეხილებში რომელიც ამ ერმა გამოიარა და უნდა კონდეს ზოგადი წარმოდგენა ასევე საკუთარ სამეზობლოზე მსოფლიო ისტორიაზე და ასე შემდეგ ეს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს სკოლას და შესაბამისად და რაც უკვე აღნიშნა რომ აუცილებელი არის ყველას დიპლომი კონდეს ვისაც რა თქმა უნდა ხა სურვილი ვისაც აიღებს მე ამას არ გულისხმობ უბრალოდ გულისხმობ იმას რომ სახელმწიფო ამ მიმართულებასაც უნდა გეგმავდეს იმიტომ რომ ორ დიპლომიანი სამ დიპლომიანი ადამიანები რომელსაც აქვს დიდი ალბათობით ხა დიპლომი ნახანა იყო აქვს განათლება უბრალოდ ვერ საქმდებიან და ხან ევროპაში გარბიან ხან რაღაცა სხვა პროფესიაზე არ გეშველება რომ ეგ ამ ის პროგრამა რაც ახლა შემოდის მე ყოველ შემთხვევაში ესეთი აზრი გამიშდა რომ მაგ პრობლემასაც აგვარებს რასაც შენ ამბობ მეტაკლებად არა კონკურსი იქნება ძალიან მაღალი ანუ როდესაც ხდება რომ განათლება უფასოა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ხო გასაგებია რომ მოთხოვნა გაიზრდება არანორმალურად შესაბამისად იქნება კონკურსი და შესაბამისად ვინც მართლა ნიჭიერია ვინც შეძლებს იმ გამოსვლის უკეჭაბარებას არა მაინც ნაწილობრივად ეს მისცემს სტიმულს რისით თქმა მინდა რომ ეს მისცემს ჩემი აზრით გრძელვადიან პერსპექტივაში ის რომ ყველა ვერ ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში ეს ძალიან მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს აი ადრე რო იყო ტექნიკუმები რო ერქვა ანუ პროფესიული განათლების სტიმულირებას მოახდენს ძალიან მნიშვნელოვანად და ეს მომწონს მე ბატონო მესმის პროფესიული ორჯერ საქართველოში უფასოა უკვე კი თუმცა ვინაიდან უნივერსიტეტში ჩარიცხვა ფულით ხდებოდა მაინც ყველა იქ დაბარეს კი უბრალოდ ის მინდა ყურე ნაწილობრივ მოაგვარებს გეთანხმები ამაში უბრალოდ ნაწილობრივ რატო იცი მიუხედავად ამისა მაინც სახელმწიფო დაგეგმვა ამაში იმიტომ არის საჭირო აი დაუშვათ იქ რამდენი ჩაირიცხან უნდა იყოს გაწერილი დაუშვათ აი იმაზე რა ქვია იურისპრუდენციის ფაკულტეტზე ან ფილოსოფიის ფაკულტეტზე სახელმწიფომ უნდა იცოდეს რამდენი იქნება ანუ რამდენი სტუდენტს მიიღებს ანუ არ შეიძლება რომ 100%-დან 80%-მა იურისპრუდენციაზე ისწავლოს და მივიღოთ მე 8000 იურისტი ქვეყანაში უბრალოდ არ ჭირდება ეს სიგიჟეა ის იურისტი დარჩება მე რა თქმა უნდა უმუშევარი და მოუწევს ამ ქვეყნიდან გაგზავნა და სადღაც ისევ რაღაცა სხვის ქვეყანაში შრომა ან დაუშვათ სხვა პროფესიით ხო არაპროფილურად მუშაობა აი ამასაც დაგეგმვა სჭირდება და კარგი იქნება თუ ეს ელემენტი იქნება ამასთან შემოტანილი და დანერგილი ამ კუთხითაც იფიქრებს სახელმწიფო განათლების რეფორმა მხოლოდ ის არ არის რომ დაუშვათ პროგრამების შეცვალა ეს მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ასაც ბატონი ვაჟა ამბობს იმ ვიდეოში და აბსოლუტურად მეთანხმები ხო ჩვენ პრობლემა აი ამდენი 30 წელია ამ ქვეყანაში განათლების სისტემა არის პრობლემა
პრობლემა, რაც თავი მახსოვს, რაღაც 4-5 წლიდან, როდესაც რაღაცას შეხე ტელევიზორის ყურება დავიწყო, თუ ყოველთვის მესმოდა ეს განათლების რეფორმა. და ხედავდით მინისტრების სვლას. 22 მინისტრია შეცვლილი. კი ბატონო, 22 მინისტრი შეცვლილია ორი მთავრობის პირობებში. კი ბატონო, დავაყოთ. განათლების პრობლემა ისგას, ხო? განათლების პრობლემა დგას. აი ბატონო მაშა სწორად ამბობდა ზუსტად ეს არის ზუსტად ამახინჯებული ისტორია იცის მაინც ჩვენმა თაობა. კი, უბრალოდ აი ბატონმა ვაჟამ თქვა რომ ეს არ არის ქართული განათლება, ეს არის კოლონიალური განათლება. აი ეგ თუ მე რაც ვნახე ახლა განათლების სისტემაში, მათ აქვთ ორიენტირად აღებული რომ ჩვენ უნდა შევქნათ, ასე ვთქვათ, რაღაცა პატრიოტულ იდეაზე უნდა გავზარდოთ. ეროვნული განათლების სისტემა. პატრიოტულ იდეაზე უნდა აღზარდოთ სკოლის ასაკის იქნება ეს თუ უნივერსიტეტებში. თავარი იდეა ეს უნდა იყოს პატრიოტული იდეა და იქიდან კი ზოგად განათლებას უნდა იღებდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასთან ერთად უნდა იღებდეს განცდა უნდა ქონდეს რომელი შვილია და ასე შემდეგ და ამას აბსოლუტურად მივესალმებით. ეს დღეს შეიძლება ჩვენ გვიდგას ის მომენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც განსაკუთრებით ბოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ჩვენ შანსი შეიძლება გვქონდეს, რომ რაღაც აი ამ გარე კოლონიალურ ჩარევებს, რომელსაც უშუალოდ აქამდე ქონდა ადგილი იგივე იმ NGO-ების სახით და იმ ადამიანების სახით, ვინც მომჯდარი იყო აი ამ მიმართულებით და მთლიანად ხელში ქონდა აღებული, ამისგან გამთავისუფლდეთ. დღეს შეიძლება ამის შანსი გვაქვს, მართლა რეალური შანსი გვაქვს და ის რაღაცა პრობლემა, რაშიც ყველა ხედავთ და ყველა თანხმდებოდით, რომ ეს არ არის ის განათლების სისტემა, რომელიც მიუხედავად ამდენი რეფორმისა, მიუხედავად ამდენი მინისტრისა, მაინც ბოლონიის პრინციპი ქვია. მაინც არ იყო ეს ის განათლების სისტემა და ის რეფორმა არ იყო, ესე იგი, შედეგიანი, რამდენიც არ უნდა გატარებულიყო, ეს იმის ბრალი იყო, რომ ეს ყველა იყო გარედაკონტროლებადი, მაინც და იმ ადამიანების ინტერესების გამტარი, ვინც აქ ფულს დებდა, მათ შორის იმ გრანტების სახით, როგორც დებდნენ, ხო? აქედან გამომდინარე, დღეს ეგ შანსი შეიძლება გქონდეს და თუ სახელმწიფო მე ვხედავ ამ შანსს, მე მგონია რომ სახელმწიფოც ხედავს ამ შანსს, თუ ამ შანსს ხედავს სახელმწიფო დღეს ეხლა არის დრო და შესაძლებლობა იმისა ძირფესვიანად გავაკეთოთ ისეთი რეფორმა განათლების რეფორმა, ჩემზე უფრო კომპეტენტურ ადამიანებს უნდა დაეკითხო, მე არ ვამბობ რომ მე უნდა დამეკითხოს, იმიტომ რომ მე არა ვარ ამ საქმის სპეციალისტი, მე უბრალოდ ზოგად ფაბულავს ხედავ როგორი უნდა იყოს ეს განათლების სისტემა, მაგრამ ჩემზე უფრო კომპეტენტურ ადამიანებს, ვისაც პროფესიულად არიან ამ საქმესთან დაკავშირებული, ვისაც გამოცდილება ამ საქმის კეთების, იმ ხალხთან ერთად საზოგადოებასთან ერთად საზოგადოების ჩართულობით უნდა მოხერხდეს ის, რომ შევქმნათ რაღაცა განათლების ის მოდელი, განათლების სისტემის ის მოდელი, რომელიც ყოველ 5 წელიწადში ერთხელ აღარ იქნება შესაძლებელი და რაღაცა ერთი სწორი მიმართულება, სწორი ხაზი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა იმ დღეს ყავდა ბატონი ნოდარ კაპანაძე, რომელიც თქვა, რომ ეს ბაქშუდის სკოლებზე და რაღაცებს ელაპარაკა და აქ აგენტებს უზდის, ხო, ბრიტანელებს და ამერიკელებს საქართველოს, საქართველოს ისეთი განათლების სისტემა შექმნათ, რომელიც არ გაზდის არა ევროპის მოქალაქეს, რაღაც რუსეთის ან ჩეხეთის მოქალაქეს, არამედ გაზდის საქართველოს მოქალაქეს და ქართველებს. ცოდნა ყველაფერზე უნდა გქონდეს, უბრალოდ სოფლიოს, კი ბატონო, ისტორია და სიყვარული საკუთარი ქვეყნის ექნება და არა რომელიმე კავშირის ან ისე რა საინტერესოა რომ ეს ყველაფერი ხერხდებოდა საბჭოთა კავშირის პირობებში და ეხლა მე რო უყურებ მამაჩემის თაობას მაგალითად იმ სკოლებში არიან საბჭოთა სკოლებში გაზრდილი მამაჩემი, დედაჩემი, ჩვენი მშობლები, ხო, აი, რასაც ეხლა ცოტნე ამბობდა, რომ რომელი ქვეყნის მოქალაქეს ზრდის სკოლა. აი, ხო ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ საბჭოთა განათლების სისტემა წესით უნდა ყოფილიყო და ალბათ ქაღალდზეც ესეც იყო მოწყობილი, რომ მას საბჭოთა მოქალაქეები უნდა გაეზარდა, არ ვიცი, აი, ქართულს აპრიორ შეგევერებდა პრუსეული აქ რა, ძირი და გერმანიაში ეს არის. ეგ არის მთავარი. ის თაობა ბევრად ის თაობა იყო, ვინც დაიწყო ეროვნული მოძრაობა და დაანგრიეს საბჭოთა კავშირი. ფორმა თორე მე მოვესწარი და მე ვიყავი აიძორეთ, როცა ფორმა იყო. სავალდებულო, ეგრეთ წოდებული ლურჯი ფორმა და ისიც მახსოვს რომ ერქვა მოსკოვში ნაკიდი ფორმა იყო და განსხვავება იყო, ანუ იცი რაზე მინდა რა მინდა თქვა რომ შევაჯამოთ ეს თემა და თქვა. ყველანაირ პრობლემას ყვითავს ერთი რამ, იგივე თქვა, იგივე ბატონ ვაჟას დაუბრუნეთ, რაც მან თქვა და აი დავით გურამიშვილი ახსენა კიდევ ერთხელ. და დავით გურამიშვილის ფრაზაა სწორედ რომ ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის სიდან მოსულა, სად არის წავა სადაო. იმ გადაცემის, აი ჩვენი გადაცემის სწორედ აი ამ დროის სამართლის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი კი არა, აი ნათქვამით შეიძლება ეს იყოს. ციტატა რომ სწორედ ეს არის. იმიტომ ახსენა რომ ისტორია ჩვენ დამახინჯებულად რო გვესმის, სად წავა ის ყმაწვილი? როგორ წავა ის ყმაწვილი? გაუჩნდება თუ არა განცდა თავის ქვეყნის მიმართ? ამიტომ მე მგონი ყველაზე მეტად გმართებს ჩვენ რაღაც საკითხებში, რიგ საკითხებში დავეკითხოთ
დაიწყონ მუშაობა იმ ადამიანებმა და მონაწილეობა მიიღოს იმ ადამიანებმა, ვინც ამ სფეროში და იმ სფეროს კიდე ბევრი ჩანართი აქვს, ძალიან ბევრი ჩანართი აქვს. როგორ სწავლობ რაღაც დამოკიდებულება შენი როგორია ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. როგორც ასევე სულ მახსოვს მე, ჩემ დროს იყო, არ ვიცი თქვენ დროს მოესა, არ ჩემ მოესა, ჩემ დროს იყო ასეთი გაკვეთილი შრომა. სინამდვილეში რო აიღო შრომა, აი ხა, კი მრავალმხრივი იყო და ნენელა უკვე ბოლოს მოძველდა და ბოლოს მაინც უყურებდით ხოლმე ჩვენ 47 შვილს სწავლობდით. გივი მასწავლებელი იყო, არ ვიცი, ღმერთმა კარგად ვანყოფოს თუ ცხალის გადა. ძირითადად იყო რა, ვქლებავდით ხოლმე, რა ეგრეთ წოდებული დანადგარი, ტისკი, ასე ვთქვათ, ხო, სადაც ჩავდეთ, მაგრამ აი თავარი მარცვალი ამაში რა იყო? ჯერ არ არსებობდა რო არ ჩაგეცვა ის ფორმა, ფართუკი რაც არის, თქვათ, აი როგორც არის სამზარეულოს ფართუკი ხო, დიასახლისისთვის იგივე თქვათ მამაკაცით რომელიც ამზადებს, ასევე არის დურგლის. ანუ რაღაცა ტოკარის რაღაცა ის და ჯერ და მე კიდე ყველაზე მარცვალი რა იდო. დღეს ვიღაცა შეიძლება ეცინება, მაგრამ არ არის სასაცილო, იმიტომ რომ იმ ლიბერალით გამოტვინებულ ადამიანსაც მინდა უთხრა, ვისაც შეიძლება გაეცინოს, ევროპაშიც დღემდე შრომასთან დამოკიდებულება სხვა არის. იქ რომ მუშაობ რო სწავლობ და თან რო მუშაობ. სწორედ ეს არის და თავარი მარცვალი რა იყო რომ შენი შრომას რუტინა თუნდაც რაც იყო თქვა ჩვენ შემთხვევაში რომ კლიბავდით ვიღაცა კარგავდა ვიღაცა ამოწვა იყო ამ კარგვა იყო ანუ სპირალით ხატავდით იყო დამოკიდებულება შენ ანუ განცდა გესწავლა რა არის შრომა და რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტი და ამას კაც სამხმარებლო იარაღებთან დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ეხა დღეს რომელიც გჭირდება. დღეს ჩვენ მე ბევრამეს YouTube-ში ჩავწერ და რომელიღაც ეკუიპმენტი რო არ ვიცი როგორ ვიხმარო სამწუხაროდ, ეკუიპმენტებთან დამოკიდებულება. სწავლობ YouTube-ზე რომ სწავლობდნენ ამას. კი, ჩემ სკოლაში זה სხვა შორის აი ხა გაეცინებაო ჯენზისო თუ გიყურებ. არა, გაეცინება ეხა ხო ხდები რა. ეხა გაიყო კაც ცოტა ხნის წინ კვლევა ჯენზითაობაზე ზუსტად ბრიტანეთში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ყოფილა, რომ აი ნატურა თუ გადაიწვა, გამოცვლის და თავისით ვერ გამოცვლის, უნდა დაუძახოს პროფესიონალს და მიზეზი რატო ვერ გამოცვლის, ეს არის კიდე მთავარი. მოხსნა დაჭერა კი არის ის. შიში აქვს. ხელი რომ მოკიდო არ დამარხავს. ფიქრობს რომ აი ეხა ხელი რომ მოგიდო ცხელი ხო არ არის ხო არ დამწვავს ხელს და ამის გამო იხდის რაღაც რამდენიმე ასეულ ფუნტს რომ გამოიძახოს ვიღაც პაკისტანელი მიგრანტი და მოხსნას ნატურა და გამოსვალოს დააყენოს ახალი ხა ეს მე იდიოტობა მგონია ხა ვიღაცები ამბობენ რომ ეს არის ზუსტად სწორი მეთოდი რომ რასაჭიროა იმან იცოდეს ნატურის გამოსვლა სამაგერო დაჯდება და რაღაც კოდს დაწერს კომპიუტერში მაგრად და ხა ის კოდი შუქი თუ ჩაქვრა გინდა დაგწერია გინდა არ დაგწერია ხო ეს არის მთავარი მართლაც შრომა უნდა იცოდეს კი ბატონო ხო დამოკიდებულება და ელემენტარული უნდა შეგეძლოს და კიდე ერთი რამ ჩვენ არ უნდა უყუროს ხვის რომელსაც შეხედა უკვე სხვანაირად. სხვანაირად შეხედავს. აი მეცნიერის ნაშრომი ხო? ესე მარტივად გონია გამოიგონეთ. რამ ედისონს 1000-ჯერ აქვს ანთებული და მე 1000-ზე ანთო. ხვის რომელსაც და ჩვენ სირგული. სულ გამოგონია ეგ ნატურალურად გუნდმა გამოიგონა. კარგი თქვა ვინც არ გამოიგონა. ხომ ცდელობები იყო, არა იგივე მენდელეევის კანონები იყო. დღემდე რუსეთს ამოუხსნელი აქვს მიწისქვეშა აქვს ნახევარზე მეტი, ხო? ანუ ხვის რომელსაც აფასებ. და ყველაზე მთავარი სხვა სროთავიდან ოჯახში უფროსის დედის, მამის, ანუ რაღაც აი პატივისცემა მეწყებ და მე შენ იწყებ უკვე საკუთარი დოვლათის შექმნას, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, შენი ქვეყნისთვის, შენი ოჯახისთვის და ის მართლა რაღაცა გამოცდილება ბევრს გაძლევს და ხა როგორ არ ვკითხოთ ამ ადამიანებს, როგორ შეიძლება ამას დავცინოთ, ხო? ამაზე ვთქვა და სულ ბოლოს დავამთავრებ. აი თქვენ ახსენეთ ეხლა რომ განათლების სისტემა და რუსული, ასე ვთქვა, საბჭოთა კავშირის დროინდელი ის მოვიტანეთ, ხო? ჩვენ რო გავუშვით სტალინზე ვიდეო, რაც ჩვენ წინა გადაცემაში რო ვთქვი რუსულ ქართულ ენციკლოპედიაზე რა ქნა ამ კაცმა 51 წელს ხო ვიდეო რომელმაც სრულიად ჩვენ არაფერს ვერ ვიხდით და არც გვაქვსო გადავიხადოთ ხო ეგრეთ წოდებული კომერციული ბუსტი რო ბევრმა ნახოს 100,000-ობით ნახვა აქვს მაგრამ რა იყო რომ სტალინმა კაცმა რომელმაც ბევრ რაღაცა საუბრობენ მაგრამ როცა რუსულ ქართულ ენციკლოპედია იქნებოდა 51 წელს 20-მდე ცნობილი ქართველი მეცნიერი ღვაწმოსილი კაცი შეკრიბა და უთხრა დაავალა თხოვა რომ შექმნით ეს რომელიც მისი გარდაცვალების მერე გამოვიდა 56 წელს თუ არ ვცდები 53 წელს უკვე ისეთი იყო 53 წლამდე ეს არ არის დღეს რუსულ ქართული ლექსიკონი რომელიც დევს ერთ-ერთი წიგნია მოიცა ამ საკითხშიც ვაკრიტიკებთ სხვა რაღაცის გამო და ვამბობთ რომ რაღაცა ის იყო მოკლედ რომ დავამთავროთ ეს თემა მნიშვნელოვანი საკითხია მაგრამ აქ აუცილებელია და ყველაზე მთავარია რომ
მონაწილეობა რეფორმაში მონაწილეობა მიიღოს იმ ხალხმა, ვისაც ტკივა, ვინც იცის და ვისაც ესმის ეს და ვინც იცის რომელ მოდელზე, რომელ ადაპტირებულ მაგალითზე, რაზე უნდა ვისაუბროთ, სადაც სულხან საბას გაცოცხლდება, დავით გურამიშვილის გაცოცხლდება. გაცოცხლებაში გულისხმობ, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ ჩვენ თვალწინ, ხო? დღეს რო შენ წარმოიდგინე მაპატი ისე ვაგზელებ, მაგრამ ჩვენი იდეაა რომ ჩვენ გავაკეთოთ პროექტი შევქონოთ სულხან საბა რო გაცოცხლ. დღეს არის საშუალება რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ყველა იდეა სწორი. მე შეხვდება ეგეთი ვიდეო. სულხან საბას იგავარაკები ჩვენ არ ვიცით, ხო? ბევრი რამე არ ვიცით და მთელი ამ იგავარაკებზე დგას მთელი ჩვენი საქციელი, როგორ ცხოვრობთ, ხო? სხვათა შორის აი და ამით შევაჯამოთ ჩვენ ვახსენეთ მათ შორის ჩვენი რესპონდენტები და უბრალოდ არ ვიქნებით სამართლიანი არც მათ შორის ჩვენი სტუდიის წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ ყოლია ჩვენთან სტუმრად ქალბატონი ბაია ამაშუკელი, რომელსაც აქვს წლები ამ საქმეში დახარჯული და უზარმაზარი ენერგია, უზარმაზარი ცოდნა, აი ზუსტად რაზეც მიდის საუბარი, რომ ეროვნული მოდელი, ასე ვთქვათ, ის ხშირად საუბრობს ხოლმე და ასე ვთქვათ, ვინც გაცნობილი არის მის აი ამ ნაშრომებს, ისრაელის მოდელზე, როგორ შექმნა ისრაელმა საკუთარი განათლების მოდელი, მათ შორის საქართველოშიც იყვნენ ისრაელის წარმომადგენლები ჩამოსული, რომ აქ შეესწავლათ განათლების, ასე ვთქვათ, სისტემები როგორ მუშაობდა, ბევრი ქვეყანა მოიარეს და შემდეგ შექმნეს ბევრი საერთო კი, ბევრი მაგალითი აიღეს და საკუთარი სისტემა შექმნეს და ის რომ დღეს ისრაელი არის მოწინავე, ისრაელი არის წარმატებული ყველაფერში, ტექნოლოგიაშიც, ომშიც, დემოკრატიაშიც, ყველა მიმართულებით, ხო? ეს არის ზუსტად ისრაელის უძლიერესი განათლების სისტემის დამსახურება, რაც მათ აქვს და მათ აქვს საკუთარი განათლების სისტემა. და მათი წარმოუდგენელი დამოკიდებულება მათივე ხალხის ხსოვნასთან დაკავშირებით და მათივე გაკეთებული ეს აიდან მოდის. ეს არის განათლების სისტემის დამსახურება. ეგრეთ წოდებული ედვაშენი და აი ერთ მაგალითს მოვიყვან. თუ პრაღაში მოხვდებით როდისმე, ხო? მიდით იქ არის ძველი საფლავი, ებრაელების საფლავი, მაგრამ იქ არის ერთი ნაგებობა დგას შიგნით. სადაც შედიხარ თუ არა, უბრალოდ არის ორსართულიანი ნაგებობა, რომელსაც მხოლოდ ტიტველი კედლებია, ანუ მოშიშვლებული კედლებია, ორი სართული, ოღონდ ყველა ამ კედელზე. ყველა ამ კედელზე ამოტვიფრული არის ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც შეეწირა იმ ეგრეთ წოდებულ საშინელ ნაცისტურ რეჟიმს და ჰოლოკოსტს და ასე შემდეგ და მუსიკაა ჩართული. თავიანთი ტრადიციული და რომ მიდიხარ არაფერი არ არის სხვა იქსანახავ ყველა ამ სახელს და გვარს კითხულობ, ნუ ძირითადად რა თქმა უნდა ისევ ებრაელები და ეს ხალხი და ეგრეთ წოდებული ედვაშენია ხსოვნა აქვს, რომელსაც უდდეს პატივს სცემენ და ადიხარ საოცარი განსაგეუფლება და ჩვენ დავცინით. აი, სწორედ ეს ხალხი, რომელიც აქ ჩამოვიდა და ბევრი მაგალითი წაიღო აქედან საკუთარი შექმნა, სხვა ქვეყნებიდანაც, ჩვენ ჩვენსაც დავცინით და ჩვენი არ მოგწონს, არ გვეამაყება, ანეკდოტებში უფრო კარგად ყვებით, ასე შემდეგ, მაგრამ სახელმწიფოა რა, დღეს ეს ხელისუფლებაა რა. მე მინდა რომ ეს რეფორმა იყოს არა მხოლოდ დაწერილი სიტყვით, არამედ იყოს სრული თანამონაწილეობა ყველას და შევქნა და გამოვიდეს და გამოვიყენოთ რომ ხვალ ზეგ ვიცოდე და ის მაინც თქვათ რომ გვიხაროდეს ის მაინც რომ ის განსთა მაინც ქონდეს რომ ჩემი და შენი შვილი თუმცა ჩვენ დაპირისპირებული ვიყოთ იდეოლოგიურად ან არ ვიცი მე რაღაც სხვა კონკურენცია იყოს ვიცოდეთ რომ ღირსეულ განათლების სისტემაში იზრდება და აქ არაფერი არ არის თქვა დასაკნინებელი და არც არაფერი არ არის რამე დასამალი ჩვენ უნდა გავაკრიტიკოთ ჩვენივე საქციელიდან დაწყებული შესაბამისად ყველა იმ მაგალითები რაც ცუდია უნდა ვისწავლოთ და არ უნდა ვიცხოვროთ ამ სიგიჟეებში ხალხო და რაღაც დაცინვაში და ყველაზე პროფესორ თავიდანებო მე მზათა ვარ და თქვი კიდევაც ადრე გახსოვთ ჩვენ ქონა საუბარი რომ არის პროფესიები სამწუხაროდ სადაც არავინ არ ვიაზრებთ რომ კი უპირატეს შეიძლება იყოს პედაგოგს უნდა ქონდეს მაღალი ხელფასი და პოლიციელი იქნება სამხედრო იქნება ეს თუ რაღაც ქონდეს მაღალი მაგრამ გახსოვთ ერთხელ ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითი რომელ განათლების სისტემაზეა ლაპარაკი 25 წელი სპობდნენ ამ სისტემას და რატო სპობდნენ და რატოა ორი დარგი არის ამ ქვეყანაში მოსპობილი დღეს ვნახოთ ჩავატაროთ კვლევა პედაგოგიურ ინსტიტუტში ვინაბარებს შეიძლება ითქვას შეიძლება ითქვა არავის დღეს ვნახოთ ჯარში წასვლა ვის უნდა არავის ეს ორი საკითხი არის თუ არა ფუნდამენტი მესამე ენერგეტიკა რომელიც ასევე კი ბატონო მაგრამ აი ნახე პედაგოგიური ინსტიტუტი სადაც რომ ჩავატაროთ კვლევა ერთი კაცი და ერთი გოგონა რომ მოხდეს რაღაც წარმოუდგენელია რომ გაგვიხარდება ხო და ასევე ჯარში წასვლა რა ხდება თუ ამაზე ჩვენ საუბრობთ მოდი აი დავიწყოთ ამ ძირეული ჩვენი ტკივილით თქვათ და დავიწყოთ რეფორმა იყოს ორიენტირებული შედეგზე და ქვეყნის ერის და ბერის გაერთიანებულ ღერძზე რომ
სახელი სხვანაირად ჩვენ არ გაგვიტყვამს ხალხო. არ გაგვიტყვამს. ნუ ახლა მეტი როგორ აქვთ, თუ ყავდა წარმატებული ხალხი, ყავდა განათლების კუთხით წარმატებული საზოგადო მოღვაწეები და თუ ყავდა მეომრობის კუთხით და საკუთარ თავს ვიცავდი და ეს ისტორია მოვიტანეთ, ხო? შუა საუკუნეებიდან დაიწყებ თუ არ ვიცი, წმინდა მიწაზე სადაც გამოჩნდა პირველი ჯვაროსნული, რა ვიცი, წმინდა გიორგი დავარქვათ, კი ბატონო, ბევრი მრავალმხრივი იყო წმინდა გიორგი ჯვარი, იტიც გაიცნეს წმინდა მიწაზე ქართველები, ეს უნდა მივიტანოთ ხო ბოლომდე და სხვა ეს ორი მეომრობასაც რო ხშირად ვიხსენებთ ისე არ უნდა ჩავტვალოთ მეომარი ის კი არ არის რომ მარტო მაგარი კუნთები ქონდა კაცო განათლება ეხლა როცა მცირე რიცხოვანი ერი ახერხებს დაიცვას თავი უამრავი მომხდურისგან აურაცხელი მტრისგან და სამხედრო წარმატებებს მიაღწევს სამხედრო სფერო ჩვენი მეცნიერება არის ის კი არ არის ანუ ეს ადასტურებს რომ მათ შორის ქართული ელიტა სამხედრო ელიტაც იყო უაღრესად განათლებული და უაღრესად მომზადებული ამ გამოწვევებისთვის და მათ შორის ისტორიის ოდნა იმ ძველი მხედართმთავრების გამოცდილების ოდნა და ასე შემდეგ ამ ხალხს ჰქონდა ყველას და ამ ხრივას რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის ეს განათლების სისტემა იყო ყოველთვის ისტორიულად იყო უმნიშვნელოვანესი თუ რამე ჯობდით ვინმეს ჯობდნით სწორედ ამით რომ აქ იყო აზრიანი აზრის მქონე განათლებული ხალხის ქვეყანა იყო საქართველო და იმედი მაქვს რომ აი ამ სტატუსს დავიბრუნებ ნუ და მაგალითები და თითის გაშვერა განსაკუთრებით ეხლა იმ ქვეყნების მხრიდან რომელთანაც არაფერი არ გვაქვს ჩვენ და არ შევხებივართ არანაირად ისე არ შეიძლება ეხლა მით უმეტეს სულ მიკვირს ხოლმე თქვა შორის ამასინად კიდე ერთხელ ამოვიკითხე რომ ის ტრადიციული ღირებულებები თქვა ქცევითი კოდექსი რაც ჩვენ გვაქვს ხო ინგლისში დიდ ბრიტანეთში მამაკაცთა გიმნაზიები დაარქვეს სადაც იუმორს ასწავლიდნენ სუფრაზე მოქცევას ასწავლიან დღემდე ქალთან ურთიერთობას ასწავლიან ეთიკას ასწავლიან და ეხლა ვიცი რა როგორ რაღაცაა რომ კი არ ვამბობ უნდა იყოს მაგრამ ჩვენ ეს ხო ჩვენ ამის სკოლა ხო არ გქონია რა რაღაცა იყო და მით უმეტეს აბა რატო დამცინი მაშინ რატო გონია რომ რაღაცი ჩამოგჭი შენ თუ დღეს იმას ქმნი და თუ გაროს ზღვაზეა ლაპარაკი და რაღაც უხეშობაზე 60-იან წლებში აიგრძალა ინგლისში მაგალითად გაროს ზღვა ოფიციალურად აიგრძალა ეთიკა რასაც შენ იძახი ეს არის ჩემს უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენ ამაზე გვისაუბრია კიდეც და მე საერთოდ მგონია რომ თავარი პრობლემა ამ საზოგადოების არის ის არაეთიკურობა სამწუხარ მე არა იმას კი არ ვარ მე ვარ ეთიკური და ვინმე სხვა არაეთიკური არა უბრალოდ ეს არაეთიკური დამოკიდებულება მათ შორის ერთმანეთის მიმართ ეთიკა ეს არ არის მარტო გამარჯობა ნახავდის და მადლობა ეთიკა ეს არის ქცევის ნორმების ერთობლივ ხო არა ეთიკა ეს არის რომ აი კანონი რასაც ვერ არეგულირებს და არ არეგულირებს საზოგადოება თვითრეგულირების მექანიზმია ეთიკა და ეთიკის სწავლება იქ სკოლებში ისწავლებოდა ჩვენთან იყო ასეთი ტრადიცია რომ ოჯახში სწავლობდი ეკლესიაში ტაძარში სწავლობდი ქუჩაში სწავლობდი რაც იყო ქართული სუპრა უხუცესები როცა დღემდე უფროსის პატივისცემა უმცროს თავისი აი ეს ეთიკური დღეს რო ჩვენ ვიყოთ მაღალ ეთიკური საზოგადოება რაც სამწუხაროდ არ ვარ დარწმუნებული ვარ რომ იმ პრობლემების 90% რაც დღეს ჩვენ წინაშე დგას არ იდგებოდა არ იქნებოდა ერთმანეთთან შუღლი ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობა გინება ლანძღვა ხალხი რომ მოგუშული დადის და გაღიმებულ სახეს ვეღარ ხედავ ეს არის ზუსტად იმისი დამსახურება რომ ჩვენში აი ეს ეთიკური ნორმები, ქცევის ნორმები ჩაკლეს ბოლომდე და აგვაჯერეს რომ არ არსებობს ავტორიტეტი ამ ქვეყანაში შენ ისე უნდა მოიქცე როგორც უნდა მოიქცე პედაგოგი რის პედაგოგი აი კომერციული რეკლამებს შევხედოთ ყველაფერს თავი დაანებეთ აი სხვადასხვა კომერციული რეკლამები ხანდახან ყურში ისე მოხდება მაგიზიანებს ხოლმე რომ ბავშვებზე ძირითადად ახალგაზრდებზე გათვლილია ხო ეს მაგალითად რა გამაგრილებელი სასმელების რეკლამები და ასე შემდეგ სადაც პირდაპირ ნუ რა ვის მოусმენ იყავი ის ვინც შენ ხარ აი თითქოს ხო არაფერი თითქოს ხო მაგრამ ეს არის ზუსტად ის რომ ბავშვს ასწავლი შენ მომავალ თაობას არაეთიკურად ზრდი იმას ესმის რომ თავარია მისი ასე ვთქვათ თავისი გაისწოროს აი თუ ვიტყვით ჟარგონზე და სხვას არავის პატივი არ უნდა ასეს მოდი უბრალოდ ეს ისეთი ღრმა თემაა რომ ამაზე დავიწყე ლაპარაკი ვეღარ გავჩერდები შევხედე რაღაცნაირად ცოტა ისე დავჩაგრეთ ამ ვინ დავჩაგრეთ ფილოსოფოსი და დიდი გამანათლებლები ახლა ფილოსოფ აი იმ ბერძნების ისტორიას რო გადავხედოთ ხო იგივე იმ მაგალითებს და ასე შემდეგ რა ვიცი თუ ჩვენ ვინმეს ვეტყვით რომ აი რა ჩარჩენილი ხარ რავი ბევრი მაგალითი უნდა ავიღო და თემა დანარჩენმა მსოფლიომ აიღო ამ მაგალითები რომელიც ქონათ ამ ხალხს კაცო ამ გენიოს ხალხს და ხალხს რომელსაც არ არსებობდა მონასტერი და ეკლესია და მაგრამ არსებობდა ფილოსოფოსები იყვნენ ხო და შექმნეს აკადემიები და რა ვიცი მე და რომელთაც ის ქონათ ცოტნე მოდი მე მინდა თან გადავიდეთ სხვა თემაზეც ძალიან გამოვიდეს და გვაპატიეთ დღეს ფილოსოფოსები მოხუცი ხალხი ვართ და გვიყვარს ამ საკითხებზე საუბარი
ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო, რომელიც ასევე უკავშირდება ჩვენი მთავრობის პოზიციებს და აქტივობებს და ჩვენ მით უმეტეს ვერ გავატარებთ ამ თემას ყურადღების გარეშე, პრემიერის ვიზიტი თურქმენეთში და ის პროცესები შემდეგ უკვე რაც ამას მოხვა. საერთო გამოჩენა რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ჩვენი პრემიერის ეს გახდა დღის სკანდალი, იმ დღის ამბავი TV პირველები დაირაზმნენ და მიდიოდა ერთი გნიასი, რომ აი ხედავთ თურმე რაღაცა ტელეკამერამ ერთად დააფიქსირა კობახიძე და პუტინი, ის კი არა რომ ერთმანეთს ელაპარაკნენ, ან რამე შეხვედრა იყო, მე პირადად გამიხარდებოდა რომ საერთოდ რაიმე სახის კომუნიკაცია შემდგარიყო და ეს არის ამ შემთხვევაში სწორი, თუმცა მე აუცილებლად სანამ შენ მოგცემ სიტყვას მინდა აი მეორე უკიდურესობაზე თქვა ორიო სიტყვა, ანუ ეს ორი უკიდურესობა გამოჩნდა რა. ერთი იყო, ნუ ეს აკაცუკები, რომლებიც ლანძღავდნენ, რომ იმ ოთახში სადაც პუტინი იყო, შენ ეგ ჰაერი რატო ისუნთქე. დაახლოებით ეს იყო მათი განწყობა, მაგრამ აი მეორე მხარეს იყო ასეთი ტიპის განწყობებიც, რომ დავიცი ახლა ჩემზე მეტად პრორუსია ის ხალხი და დავიჯერო თუ რა უნდათ, მაგრამ იყო ასეთი ტიპის განცხადებები, რომ შეგეშინდა აკაცუკების და მაგიტო ვერ დაელაპარაკე პუტინს და მეორე მხარე ამაზე აბულინგებდა. მე მგონია და აი ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, სადაც შემიძლია რომ ამ თავრობას პრემიერს ირაკლი კობახიძეს დაუჭირო მხარი, ეს თუ მართლაც იყო ესე წინასწარ ესე ჩაფიქრებული, ჩემი აზრით სავსებით სწორად იყო ეს ყველაფერი დაგეგმილიც, განხორციელებულიც, ის რომ საქართველოს და რუსეთის ლიდერები გამოჩნდნენ ერთ კადრში, ერთ სურათად, ერთ ოთახში, ერთ პროცესში მიიღეს მონაწილეობა, ეს არის სწორი და მეორე მხრივ მესმის ისიც რომ ეხა არ მივარდნენ და კობახიძე არ მივარდა პუტინს და არ გადაეხვია და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვაქვს და კიდევ ერთხელ ეხა არ ჩვენ მაყურებლისთვის არის ეს დასამალი რომ ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც იძახის რომ რუსეთთან ეს ურთიერთობების აღდგენა ნორმალიზება დიპლომატიის დაწყება ეს არის აუცილებელი წინაპირობა თუ გვინდა რომ ამ ქვეყანას კონდეს მომავალი არა იმიტომ რომ ვინმე შეიძლება რუსეთზე გიждდება უბრალოდ ეხა როდესაც ხარ უზარმაზარი იმპერიის მეზობელი შეუძლებელია რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მუდმივად კონფრონტაციის რეჟიმში გაძლო ანუ რაღაც პერიოდში უნდა დაიწყო ურთიერთობების ნორმალიზება ამიტომ ჩვენ ეს ხალხი ვართ მაგრამ აი ეხლა რო გითხრა რომ იმ დღეს რომ მართლაც ესეთი ღია და გულღია შეხვედრა დაწყებულიყო იქ პუტინსა და კობახიძეს შორის ესე მოწმენდილ ცაზე უცებ და ეს რატომ არ მოხდა ამაზე მე პრეტენზია მქონდეს ნამდვილად არ მაქვს გასაგებია რომ ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი რომელიც ჩემი აზრით იყო სწორი ნაბიჯი შენი მხრიდან მაინტერესებს შეფასება რას ფიქრობ კი ბატონო მოდი დავიწყოთ იქიდან რომ სწორედ ეს ბავშვად აი ეს ეგრეთ წოდებული ჩვენი აკაცუკები ხო დროს ზოგადად ჩამორჩებიან ანუ ეხლა მათი წარმოდგენით არის ალბათ 2000-იანი წლების დასაწყისი, როდესაც მსოფლიო არის კვლავ უნიპოლარული, ამერიკის ჰეგემონია საფრთხე არ ემუქრება, არსად პირიქით უფრო და უფრო ძლიერდება და აქედან გამომდინარე მათი ქცევის ეს მოდელი თუ როგორც იქცევიან დაუშვათ რა გამოხმაურებაც მოყვა პრემიერის კობახიძის დაუშვათ თურქმენეთში ვიზის და როგორც რაღაცა როგორც ჩვენ თქვით ამის იმის გამო აცვე ჯვარს ერთ ჰაერს როგორც სუნთქავთ არ ერთ ოთახში როგორ იჯექითო ხო ანუ ეს დამოკიდებულება აჩვენებს იმას რომ წარსულში არიან ანუ მართლად ჩამორჩნენ სამყარო ჩამორჩნენ ეს ამ ხალხის ტრაგედია არის რომ ვერ აღიქვამენ იმ რეალობას რა რეალობის წინაშე დღეს მსოფლიო არსებობს და მათ შორის არსებობს ქართული სახელმწიფოც ხო ისიც ფაქტია რომ დაუშვათ აი რა აჩვენებს ამ რეალობას და რა აჩვენებს ამ რეალობის სრულებას აი იგივე აი ამ ეს თურქმენეთში პრემიერის ვიზიტი სადაც ასევე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ესწრებოდა ხო ამ მშვიდობის ფორუმს ეს ხო მნიშვნელოვანია ფორუმი ეძღვნებოდა მშვიდობას 10 წლის წინ ალბათ იმართებოდა რომ გამართულიყო ხო მაშინდელი ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ შეძლებდა იმიტომ რომ გარდა იმ აკაცუკებისა რომელსაც დღეს ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენ და გაიძახიან ილანძღებიან და ასე შემდეგ ხო გარდა ამ აკაცუკებისა არსებობდა სერიოზული ძალა დასავლეთში რომელსაც რომელიც დღეს deep state-ად არის მონათლული რომელიც ამ პროცესს ხელს უშლიდა ის უშლიდა იმ პროცესს ხელს რომელიც გულისხმობს თავისი შინაარსი ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ამ ადამიანების შეხვედრა ანუ ამ კონკრეტულად ანუ ამ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია ამას რატო ვამბობთ იმიტომ ვამბობთ რომ ჩვენ ძალიან დიდი პრობლემის და გამოწვევების წინაშე ვდგავართ ხო პირველ რიგში ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ისიც კარგად გვესმის და ვხედავთ თუნდაც დღეს რომ აგერ თუნდაც უკრაინის მაგალითზე ხო რაც ამ ქვეყანას მოუვიდა ეს უკვე ისედაც უნდა გწოდნოდა წესით ვინ ცოტას მაინც აზროვლებდა ხვდებოდით ისედაც რომ სხვა გზა მაინც არ ქონდა მაგრამ უკრაინის მაგალითი ხო მაინც იმას აჩვენებს რომ აი ამ კონფლიქტის აი ამ პრობლემის გადაწყვეტა რასაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
ქვია ეს ვერ მოხდება სამხედროდან ძალისმიერი გზით. არც გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო გაცხადებული გვაქვს, ჩვენ ვამბობთ და ამის რა ვიცი ჯერა ყველას რომ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან ერთ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება და ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ჩვენი დები და ძმები არიან. ამიტომ ამის შესაძლებლობას რო იყოს, ჩვენ ამას არ მივესალმებით ის რომ დავუშვათ ერთმანეთის ერთი ქვეყნის შვილების სისხლი დავღვაროთ ისევ, ხო? ღმერთმა დაგვიფაროს აქედან. აქედან გამომდინარე ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს დარჩენილი, ეს არის საუბრის, დიპლომატიის გზა, რომლითაც უნდა მოხერხდეს იმ პრობლემების, იმ გამოწვევების გადაჭრა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის. აქედან გამომდინარე გვინდა ჩვენ, აუშვათ აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ აუცილებელია ეს შეხვედრები შედგეს, აუცილებელია დაუშვათ რაღაცა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ორ ქვეყანას შორის, რომლის მიზანიც ეს უნდა იყოს. სხვა მიზანი ხო რაღაცა იმას ხო არ ვიძახით, რომ ბლოკი შევკრათ სამხედრო ან რაღაცა რა ვიცი ანუ ჩვენ საუბრობთ რომ ჩვენი სახელმწიფოს გამოწვევა რაც არის ამის გადასაჭრელად ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს არ გქონდა და არ გვაქვს მით უმეტეს დღეს როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ უკრაინის ომი მთავრდება უკვე კულმინაციასთან არის მისული და აი ამ უკრაინის ომი და ვისაც არ უნდა მოსწონდეს ეს ვისაც არ უნდა არ მოსწონდეს ერთი რაღაცა ფაქტი იქნება და უკვე ფაქტია ხო ამ ომიდან რუსეთი გამორდის გამარჯვებული რუსეთი მიიღებს იმას, რასაც ის ითხოვდა, ნახეთ უკვე ზელენსკის თანხმობა, რომ უკრაინა აღარ გახდება ნატოს წევრი და ამაზე უკრაინული მხარე არის თანახმა, ასევე მოუწევს ზელენსკის საკუთარი პოზიციების დათმობა სხვა მიმართულებითაც, რასაც ამერიკელები თხოვენ ამას, არა მხოლოდ რუსები აღარ ითხოვენ, ხო, ეხლა ზელენსკისგან და უკრაინელებს და უკვე ამერიკა ტრამპიც ითხოვს და ემუქრება იმით, რომ თუ შენ ამას არ გააკეთებ, ეხლა არჩევნების თემა რა წამოწია და რაზეც მე ზელენსკი თქვა, რომ კი ბატონო 60-დან 90 დღეში მე მზად ვარ ჩავატარო ეს არჩევნები, ამ თემის წამოწევა ტრამპის მხრიდან იმაზე იყო მინიშნება რომ თუ შენ არ იზამ იმას რაც ჩვენ გვინდა ანუ არ მოაწერ ხელს აი ამ შეთანხმებას და არ დათმობ იმას რასაც ისედაც მოგიწევს ისე დათმობ ჩვენ მოუძებნით სხვა იმ უკრაინის ელიტაში რომელიც ამაზე წავა და ჩავანაცვლებთ შენ ჩაგანაცვლებთ იმ ადამიანით ხო ამაზე იყო მინიშნება და ამის შემდეგ ხედავთ ხო ზელენსკი უკვე დათანხმდა ნატოსში გაწევრიანებაზე უარის თქმას ხო აქედან გამომდინარე ეს ჩვენ ახალ სოფლიოში შევდივართ ახალ რეალობაში შევდივართ გეოპოლიტიკურში, სადაც არ არსებობს რაღაცა უნივერსალური სიმართლე, არსებობს ძალისმიერი სახელმწიფოები, არსებობს იმპერიალიზმის ახალი ეპოქა, სადაც ყველა იმას იღებს, რაც მას უნდა. ეს და რაც შეუძლია. ხო, ეს უნდა ხო, ну რაც შეუძლია, რა თქმა უნდა. ხო, ჩვენ უნდა გავითავისოთ ერთი რაღაცა, რომ სოფლიო რომელიც წინ მოდის, სოფლიო რომელიც ყალიბდება კიდევ უფრო მეტად მტაცებლური იქნება თავისი შინაარსით ვიდრე იყო აქამდე ხო იმიტომ რომ თუ აქამდე დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატების იმპერიალი სჭირდებოდა რაღაცა საფარი დაუშვათ ერაყში შესვლა სჭირდებოდა мотиваცია რომ იქ ქიმიური იარაღი იყო უბრალოდ ეს ქიმიური რა თქმა უნდა იქ არ აღმოჩნდა მე თავადაც აღიარეს მაგრამ სჭირდებოდა რაღაცა დემოკრატიის დამყარების რაღაცა საერთაშორისო სამართალი სჭირდებოდა ყველაფერს კი ბატონო ხო დღეს ჩვენ ვღებულობთ საზოგადოებრივ სოფლიოს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას სადაც ეს დიდი ქვეყნები დიდი ძალის მქონე ქვეყნები ამას აღარ საჭიროებენ ისინი უკვე ღიად მოქმედებენ ხო რუსეთს სჭირდება უკრაინაში რაღაცა თავისი დღიწესრიგის დამყარება იმისთვის რომ როგორც ბავშვად რუს თავად ამას აცხადებს რომ დაიცვას საკუთარი თავი ნატოს აგრესიისგან სამაგიეროდ ტრამპს სჭირდება რა ქვია ნარკოტიკის როგორც თვითონ ამბობს ბავშვად ნარკოტიკის მიმოქცევის შემცირება და ანუ ვენესუელას აყენებს პირველში და იქ საუბარია უკვე ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციაზე შეგახსენებთ რომ ბავშვად სადღაც 80% იმ ნარკოტიკისა რომელიც ამერიკულ ბაზარზე ჩანს ეს ამერიკული ბავშვად სტატისტიკებია და არაჩემი კოლუმბიდან არის მაგრამ ტრამპი მაინც ამ ნარკოტიკს ვენესუელაში ეძებს ხო ანუ იმიტომ ნავთობიც არის იქ ნავთობიც არის ნარკოტიკის გვერდით ხო ანუ ეს რაზე მიუთითებს რომ აქ აღარ არის ის დრო რომ ვიღაცა რუსეთი იმას რაღაცა ამერიკელებთან უნდა შეეთანხმებინა რას გააკეთებდა და კი ბატონო ეს შეთანხმება შეიძლება მოხდეს ამ დიდ ქვეყნებს შორის უბრალოდ აქ თავარი საკითხი რა არის რომ ისინი ბევრად უფრო მარტივად დათანხმდებიან ერთმანეთს ისეთი ქვეყნების ბედზე როგორიც არის მათ შორის საქართველო და ეხლა არის ალბათ ის შანსი და ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის რომ ჩვენს გარეშე ვიღაცები ჩვენს მომავალზე შეთანხმდნენ და ამისთვის არის აუცილებელი რომ აი ამ ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რაც შეიძლება მეტად მულტივექტორული ვიყოთ ხო აქ დაუშვათ აი ჩინეთის მიმართულების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რომელიმე ერთ ვექტორზე და ყველასთან ვივაჭროთ იმის
იმ შედეგის მისაღებად, რაც იქნება ჩვენთვის საინტერესო. ამისთვის არის აუცილებელი, რომ რუსებთანაც ვილაპარაკოთ, ამისთვის არის აუცილებელი, რომ იგივე ამერიკელებთანაც ვილაპარაკოთ, ჩინელებთანაც ვილაპარაკოთ და რაღაცა იმაში არ ჩავრჩეთ, აი იმ ჩარჩოებიდან, რასაც ეს ხალხი თავაზობს, ნაწილი და ნარჩენები, იმ აკაცუკური დაუშვათ შეხედულებების, ამაში აღარ უნდა ჩავრჩეთ და რაღაცნაირად უნდა მივხვდეთ, რომ ახალი პოლიტიკის დრო დგება და ახალი პოლიტიკის კეთების რეალობის წინაშე ვდგავარ და ამ კუთხით ახლა კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა ამას რუსული მედიაც ასე აფასებს კობახიძისა და დაუშვათ პუტინის ერთ სივრცეში გამოჩენას რუსული მედიამაც ასე დიდი ხანია საქართველოსა და რუსეთის ლიდერები ერთ სივრცეში ჩვენ არ გვინახავს ხო და ესე გააშუქა რუსულმა მედიამაც უბრალოდ ეს პირველი ნაბიჯია ამის შემდეგ ძალიან დიდი სამუშაო არის გასაწევი და იმედი მაქვს რომ რახან ეს ერთი ნაბიჯი გადაიდგა ქართული სახელმწიფოსგან ქართული ხელისუფლების მხრიდან ნუ ამას მოყვება დაუშვათ და იყო რუსეთის მხრიდან რაღაც კონკრეტული ნაბიჯები და ეს დაუშვათ მუშაობა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს და ვიცი ადრე თუ გვიან და რაც შეიძლება ადრე ალბათ უკეთესი იქნება იგივე ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვისაც ჩვენ უნდა ვნახოთ ამ ორი ქვეყნის ლიდერების უშუალო შეხვედრა და იმ მნიშვნელოვან თემებზე საუბარი რომელიც არის პრობლემა და გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოს. კი ბატონო მე უბრალოდ ვიცი გადაჩენა ჩვენ ნატოს თემიდან გამომდინარე უბრალოდ აი მე რა ამ კონტექსტში მინდა ეს კითხვა დავსვა რომ ნატოზე არის საუბარი ამ შემთხვევაში რომ ზელენსკი ოფიციალურად თქვა რომ ის იტყვის უარს ნატოზე ოღონდ რა თქმა უნდა აქ მას დათქმა რომ თუ კი მიიღებს რაღაც უსაფრთხოების გარანტიებს ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან მე მახსენდება რომ ერთი ადამიანი რომელსაც ამის გამო ისეთი ობსტრუქცია მოუწყვეს ხო გვახსოვს თავარი მიზეზი რაც ხო როდესაც შეეკითხნენ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთ ევროპულ ფორუმზე რომ რატო დაიწყო ეს ომი და მან თქვა ნატოს გაფართოების პოლიტიკის გამო და აქ ესე იგი დადგეს მაშინ ხო გახსოვს რაც ხდებოდა რომ გამოაცხადეს პირდაპირ ეს არის გინდა პუტინს ეთქვაო ეხა ეგო და დღეს რა ხდება ძვირფასო მეგობრებო რატო ამობს უარს ნატოზე ზელენსკი ხო ანუ ეგ ყოფილა მთავარი პუნქტი ხო მაგრამ რა ასერჩოდნენ მაგრამ სხვა შორის დღეს სასამართლო უნდა ყოფილიყო ამ კაცს ირაკლი ღარიბაშვილს კი ბატონო და ჩვენ ბოლოს მე მაინც გონია რომ სამართლიანი იქნება რომ აი ჩვენ სადაც ლოგიკურად და ჩვენ რაღაცა ირაკლი ღარიბაშვილის მაშინდელი ეს ნათქვამი ეპოქალური მოვლენას ვერ ვიტყვი მაგრამ ეს თქვა იქ სადაც ყველაზე მეტად თურმე ხა დღეს უკვე ყველა ვხვდებით რომ საიდანაც ყველაზე დიდი სურვილი იყო რომ ჩვენ აღმოჩენილიყავით ამ საშინელ პირობებში რუსეთთან კონფრონტაციაში და დაპირისპირებაში. მაშინ ეს თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც პრემიერ-მინისტრმა და დღეს უკვე ჩვენ გვესმის თავად ზელენსკისგან და ის შეფასებები აღარ გვესმის ისეთი რაც ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა და ალბათ სამართლიანი იქნება ჩვენ გავუშვათ ეს ვიდეო. მე უბრალოდ ერთს ვიტყვი ძალიან მოკლედ ვიტყვი რაც შეეხება იმ ფაქტს ირაკლი კობახიძე ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ეს თქვათ შეხვედრა სადაც მოუწიათ მათ ყოფნა. მე მაინც მგონია რომ ყველაფრის მიუხედავად როგორც არ უნდა ჩვენ თქვათ როგორც არ უნდა ჩვენ შევფუთოთ კანონზომიერება არის კანონზომიერება აუცილებელია და მე მინდა რომ ეს კანონზომიერი იყო ის შეხვედრა რომ მოუწია დღევანდელ პრემიერ-მინისტრს შეხვედრა დღევანდელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან იმ პირობებში რაც ჩვენ გვექნება გადასაწყვეტი ის ომი რომ დამთავრდება. ნომერ პირველი ამოცანა რა თქმა უნდა არის ეს ომი დამთავრდეს მაგრამ ყველა საკითხზე რაც არ უნდა იყოს კანონზომიერი მგონია რომ სურო დისკუსი გამართოს, თუ რაღაც ბევრ საკითხში არ დაეთანხმოს. ნახოთ, რუსეთი ყოველთვის გამოხატავდა, მე ვარ მომსწრე, მე თავად როცა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩავედი და ყველაზე მთავარი საკითხი რაც 24 წელი არ იყო გადაწყვეტილი და შემდეგ ის საკითხი რაც ფრენებს ეხება და ვიზებს ეხება მე თავად ხვდები რა პოზიციის გამო გადადგეს რუსებმა ეს საკითხი. ხო წარმოგიდგენია ხა რომ რუსეთის ხელისუფალი რომელიც იქიჯდა სადაც მოუწია ყოფნა ირაკლი კობახიძესას კანონზომიერი მგონია ეს და კანონზომიერი იქნება ისიც რომ მშვიდობიან ფორმებში დაიწყოს უკვე ამ ორ ქვეყანას შორის როგორც დასაწყისი ყველა სხვა მეზობელთან შორის საუბარი რუსეთთან. სხვასთან ჩვენ იმ საკუთარ პრობლემებს, საკუთარ ამოცანების გადაჭრაზე დარწმუნებული ირაკლი კობახიძე მას კარგად იცის. და ყველა სხვა იმ ადამიანმა და ასევე კარგად იცის რუსეთის პრეზიდენტმა რომ დიახ იმ ამოცანების გადაწყვეტა, გადაჭრა არის მხოლოდ დიალოგში რუსეთის პრეზიდენტთან. სხვასთან არავისთან. მგონია რომ კანონზომიერია და ისიც კანონზომიერია რომ გავუშვათ ვიდეო, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი პირველი დღეები და თვეები რო იყო დაწყება ომის და საშინელი იმის ქვეშ ვიყავით. აი უზარმაზარი რაღაცა ლიბერალური რაღაცა მონსტრის ქვეშ ვიყავით მოქცეული რომ
თოვლი შავია რო ამბობდნენ ეს ყველგან შავი იყო ყველა კონტინენტზე ფაქტიურად ერთ-ერთი პატარა კონტინენტი იყო ქვეყანა რომელიც ეწინააღმდეგებოდა და ლოგიკურად სწორედ რაციონალურად თქვა თუ რა იყო მიზეზი მაშინ ომის დაწყებისა დღეს ამ თოვლის შავიაზე თავად ზელენსკი თქვა რომ კი მე ნატოში შესვლაზე აღარ ვფიქრობ თურმე თოვლი თეთრი ყოფილა გაუშვათ მოდით ირაკლი ღარიბაშვილის აი ეს მართლაც ძალიან საინტერესო ვიდეო რომელმაც დაამახსოვრა მაშინ როგორც ევროპულ საზოგადოებას ისე ქართულ საზოგადოებას თავი will and determination to become member of NATO. მიზეზი მე მგონი ყველა მიცის დარბაზმაც იცის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება ხომ ასია და ბევრი სხვა მიზეზი არ მინდა ამაზე სპეკულირება არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს აი ეს განცხადება მაშინ გახდა ირაკლი ღარიბაშვილისთვის ობსტრუქციის საფუძველი თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ რომ როგორც ჩანს კი არადან მართლაც ეს აღმოჩნდა ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, იმიტომ რომ მისი დასრულების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის სწორედ ნატოზე უარი, რაც ამ შემთხვევაში უკრაინამ უკვე გამოხატა, რომ ის მზად არის ზელენსკიმ უბრალოდ თუ კი ის მიიღებს გარანტიებს, სხვა სახის გარანტიებს უსაფრთხოებისას ევროპისგან და ამერიკისგან. ნახოთ როგორ განვითარდება ამ მხრივ მოვლენები, ჩვენ დღევანდელ გადაცემას ვასრულებთ, იმედი მაქვს საინტერესო იყო თქვენთვისაც ჩვენი საუბრის მოსმენა და დაგიბრუნდებით უკვე 4 შაბათს სტუმრებთან ერთად ძალიან საინტერესო თემების მიმოხილვით. დიდი მადლობა თქვენთვის მუშაობდით. მე მერაბ ჭიქაშვილი ცოტნე მარღია. კარგად გრძანდებოდეთ.